მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის სტუდიიდან თავისუფალი არხის ეთერში. დღეს გახლავთ ორშაბათი და არის, რა თქმა უნდა, ჩვენს სტუდიაში ანალიტიკის დრო, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე, ცოტნე მარღია და ასევე გერმანიიდან გვექნება ჩართვა მერაბ ჭიქაშვილი ჩაგვერთვება გერმანიიდან და მიმოვიხილავთ მიმდინარე ძალიან საინტერესო თემებს. თუ გვაქვს საშუალება, შეგვიძლია უკვე ჩავრთოთ მე მგონი მერაბით შემოვიყვანოთ ეთერში და მივესალმოთ. მოგესალმებით მერაბ, თუ გესმის? მოგესალმებით, მე მგონი ის ვით შემიხმა. კი, კარგად. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენ, მივესალმებით ჩვენს და მაყურებელს და კიდევ ერთხელ მადლობა თავისუფალ არხს, რომ გვაძლევს საშუალებას გქონდეთ პირდაპირ ეთერი, სატელევიზიო პირდაპირ ეთერი, ასევე მადლობა ყველას, ვინც Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე ჩვენ გვიყურებს, ხალხურ ზღუდევნებს და ასევე იღებს მონაწილეობას ხშირად აკომენტარებს ხოლმე ჩვენს გადაცემას. ნუ დღეს და ალბათ კიდევ ერთი ორშაბათიც მე გერმანიიდან შემოგიერთებით და ვფიქრობ საინტერესო ეთერი გვექნება, რადგან ჩვენ ბევრ ისეთ ფაქტებზე ვისაუბრებ და ძირითადად ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, თქვა რა პრობლემების ან შესანიშნავ ქვეყანას და ყოველთვის ვამბობთ, რომ ყველა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანას პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას, ვფიქრობ არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ ზოგადად საკმაოდ მდგარ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნა, თუნდაც იმ ომმა, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის დაიწყო და ახლა უკვე ის მთელი ის პრობლემები, რაც ზოგადად მსოფლიოში ხდება. ასე რომ დავიწყოთ გადაცემა და კი ბატონო, ხო, მაყურებელს ვეტყვი, რომ დღეს გვექნება საუბარი ძირითადად, რა თქმა უნდა, მიმოვიხილავთ ასევე მნიშვნელოვან ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ შემოგთავაზოთ გერმანიაში კონკრეტულად და ზოგადად აი ევროკავშირში ბოლო პერიოდის სიახლეები, როგორც მერაბმაც თქვა, ის პრობლემები სამწუხაროდ ჩვენთან არის ხოლმე რომ მხოლოდ აი ცალფრივად შუქდება ხო დამეთანხმები ცოტნე და წლების განმავლობაში ამან დატოვა ისეთი აღქმა რომ თითქოს აი იმ სივრცეში ყველაფერი კარგია, ყველაფერი საუკეთესოა, ცუდი არც დროს არაფერი არ ხდება და თუ კი ვინმე გაბედავს და რაიმე პრობლემაზე გაამახვილებს ყურადღებას, მას მაშინვე მიაკერებენ ხოლმე რაღაც იალიყებს. ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა ვიტყვით რომ სულაც არ არის სასიხარულო იგივე გერმანიის პრობლემებზე მათ შორის საუბარი და იქაური მოსახლეობის პრობლემებზე საუბარი და ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის რომ ვინმეს თვალში რაიმე ნეგატიური აღქმა დავტოვოთ, მით უმეტეს ამ მართლაც ტრადიციული, უმდიდრესი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კულტურული სახელმწიფოს და ერის მიმართ დედამიწაზე. თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ მათ შორის ჩვენს მაყურებელსაც ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია იმ პროცესებზე, იმ პრობლემებზე, რაც ხდება და არ ვიყოთ უბრალოდ ისეთი აღქმით რომ იქ ყველაფერი კარგად არის და ესე შავ და თეთრ ფერებში ვხედავდეთ მხოლოდ სამყაროს. ამდენად მე მგონი ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება. კი ბატონო, მოდი მეც მოგესალმებით, მესალმები მერაბს. ხო, რა თქმა უნდა, გეთანხმები, ჩვენ საუბრობთ გერმანიაზე სწორედ იმიტომ, რომ როგორც მერაბმა ახსენა, გერმანია ეს არის და იყო ყოველ შემთხვევაში და ნუ პრინციპში დღემდე არის ახერხებს ამას, რომ ეს არის ევროპის მთავარი ბირთვი და ის რეალობა, რა რეალობის წინაშე დღეს გერმანია დგას, რაზეც ახლა ჩვენ გადაცემის მსვლელობის განმავლობაში ვისაუბრეთ, რა არის ყოველდღიურობა გერმანელების და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ასე ვთქვათ გვაჩვენებს იმ ფართო რეალობას, რაც თლიანად ევროპის კონტინენტზე არსებობს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებობს და შეიძლება სხვაგან დავუშვათ სხვა სახელმწიფოებში ბევრად უფრო მწვავედად დგას, იმიტომ რომ ის გერმანელი ერი და გერმანული სახელმწიფო ბევრად უფრო მდგრადია ზოგადად ნებისმიერი კრიზისების მიმართ, როდესაც გერმანიაში ეს ხდება, ძალიან წარმოსადგენელი არ არის ალბათ რა ხდება სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ევროკავშირის სახელმწიფოებში და მთელი რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთელი გადაცემის შინაარსი უნდა იყოს ის, რომ აი ჩვენ, როდესაც რაღაცა წარმოდგენა გვაქვს იმ რეალობას 20 წლის წინანდელი ევროპის რეალობით, რომ აღვიქვამ დღესაც ევროკავშირს და ევროპას, ამაზე რომ ვისაუბროთ და იმაზე ვისაუბროთ, რა პერსპექტივა აქვს, თუნდაც იგივე გერმანიას, იგივე ევროკავშირს და აი მერაბთან ძალიან საინტერესო იქნება მე უშუალოდ შემხებლობა გამას გადაცემის მსვლელობის დროს თვითონ როგორი განწყობაა გერმანელ ხალხში და რას ფიქრობენ ისინი იმ პროცესებზე, რაზეც ჩვენ ამ გადაცემის მსვლელობის განმავლობაში ვისაუბრებთ.
კი ბატონო, მე მგონი დავუბრუნდეთ მერაბს, რომელიც დაგვეხმარება იმ ყველაფერში, რაზეც ვისაუბრეთ, დაგვეხმარება კი არა, მთავარ ტვირთს აიღებს ალბათ საკუთარ თავს. პირველი რაც მინდა სხვათაშორის თქვა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, ჩვენ ამ შემთხვევაში, როგორც ჩვენ თავისუფალი არქის ეთერში მაუწყებლობთ და ჩვენს რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის, რომ ვიყოთ ობიექტურები, ინფორმაციას გასვით საქართველოსდან თუ ევროპიდან მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მაინც ყველაზე მთავარი არის, რომ ვიყოთ ობიექტურები და იცოდნენ ახსენა სხვათაშორის გერმანიის ზოგადად ჩვენი დამოკიდებულება, არაპირადად დამოკიდებულება, როგორც ამ ქვეყანაზე ან ამ ხალხთან დაკავშირებით. არამედ რასაც ნატრულობით, რას ვინატრებთ მაგალითად ჩვენ ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერი ქვეყნიდან პირველ რიგში კანონი და კანონის უზენაესობას, ხო? რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველთვის მოუწოდებდით ჩვენ ხელისუფლებასაც, რომ თუ სწორია და გეზია ევროკავშირზე, გარდა თქვათ იმისა ეკონომიკასთან დაკავშირებით, სოციალურ სამართლებასთან დაკავშირებით, პირველი სწორი უნდა კონდეს კანონთან დაკავშირებით, რაც მოგწონდა, დღემდე მოგწონს და მაგალითად აი ბოლო პერიოდში ჩვენ იცით, რომ ვაშუქებთ არაერთ პროცესს სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოში თბილისში და იქაც ვამბობდით და აქედანაც ვამბობ, რომ ჩვენ მეგობრებთან, კოლეგებთან ქონდა ამ თემაზე საუბარი და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად ან რაღაცა იმ გამოწვევების კუთხით რა დღეშიც არის დღეს გერმანია, ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობა, სამართალი, სასამართლო სისტემა, ნდობა, ავტორიტეტი, ეგრეთ წოდებული ბიუროკრატია, რომელიც მით უმეტესთან ამ ქვეყანაშია, დღესაც ურყევია და კიდევ ერთხელ ვადასტურებ გერმანიიდან და ვინატრებდი, რომ ყველა პრობლემის მიუხედავად აი ეს მიდგომა იყოს და სამართალზე თუა საუბარი, პირველ რიგში მინდა რომ საგადასახადო სისტემა იქნება, პროგრესული დაბეგურა იქნება შემოსავლის თუ ზოგადად სასამართლო იქნება და კანონი იქნება, სწორედ ასეთი მიდგომა გქონდეს ჩვენ სახელმწიფოსაც და იმ ხელისუფლებასაც, რომელიც ეს მანდარი. მაგრამ დავიწყოთ ეხლა ჩვენ მაგალითად პირველი რაც შეიძლება თქვათ, ნომერ პირველ პრობლემად რაც ექცა სხვათაშორის სამწუხაროდ გერმანიას, ეს არის მიგრაცია, მიგრანტების ქცევა უკვე ამ ქვეყანაში, ქვეყანამ რომელმაც მიიღო მართლა საუბარია მილიონობით მიგრანტზე, განსაკუთრებით სირია იქნება ეს, სირია ბოლონაკადი ეს არის სირია, თქვენ კარგად ვიცით, ავღანეთი და ასე შემდეგ, მაგრამ ნომერ პირველ პრობლემად ისე გამოდის, რომ ხა ჩვენ პირდაპირ ნეგატიური ამბები დავიწყეთ გერმანიაში ასწავლა, მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ ყველა ფაქტი, რომელიც მოხდა, იმაზე ვისაუბროთ, მაგრამ მაგალითად სამწუხაროდ რომელიც რაც გახშირდა გერმანიაში, ვიდრე ჩვენ გერმანიის ეკონომიკაზე ვისაუბრებთ, გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ და იმ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მერე აქვს, მაგალითად ნომერ პირველი პრობლემა გერმანიაში, გერმანელი გადამხდელებისთვის ეს არის მიგრაცია და განსაკუთრებით პრობლემა, სადაც მიგრანტები ჩადიან დანაშაულს და აი მაგალითისთვის 15 ივნისს მაგალითად მოხდა სამწუხაროდ კიდევ ერთი შემთხვევა, ძირითადად ეს ხდება მატარებლებში, ან Deutsche Bahn ბანჰოფს, არაერთ ბანჰოფზე ხდება ხოლმე ასეთი რამ, სხვა შორის გერმანიის პრესაში დღეს უკვე ეს შუქდება, სამწუხაროდ YouTube-ზე და ასევე სოციალურ მედიაში უფრო მეტი ფაქტებია, მაგრამ მაინც ცდილობს გერმანიის მთავრობა და იგივე მედია, რომ ნეგატიური ამბები არ გააშუქოთ, მაგალითად აი 15 ივნისს მორიგი თავდასხმა მოხდა მატარებელში კონტროლიერზე, ბორტგამცილებელზე, ეგრეთ წოდებული ქალბატონზე, რომელმაც შენიშნა, რომ მატარებელში და 36 წლის ჩვენ გვაქვს სხვათაშორის აი ამის კადრები, შეგვიძლია გაუშვათ ის იმედოს თუ არის პარალელურად გაუშვათ. პარალელურად გაუშვებ, ჩვენ შეგვიძლია ისევ. მაგალითად, ხო, 15 ივნისს მაგალითად გამსილებელმა შენიშნა, რომ მატარებელში მამაკაცი, რომელიც იწეოდა აგრესიულად, შესაბამისად ასევე ეწეოდა სიგარეტს და იცით რომ ეს კანონით აკრძალულია, მივიდა ქალბატონი გამსილებელი კონტროლიორი, ასე ვთქვათ, რომელმაც სთხოვა, ვთქვათ, რომ მის შემოწმებინა და ასევე აი მიუთითა, რომ სიგარეტი არ უნდა მოწიოს, ეს კანონდარღვევა, მამაკაცი გამოირჩეოდა აგრესიით, ფიზიკური ძალადობითაც გამოიხატა, მაგალითად ქალბატონის მიმართ, ხელის დაარტყა რამოდენიმეჯერ, არ დაეთანხმა ბუნებრივია და მას არ დაემორჩილა და ბუნებრივია ის გაუსწორდა ფიზიკურად. სხვა შორის გერმანიაში სხვა დანარჩენმა მგზავრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და დაეხმარნენ ამ ქალბატონს და ერთად შეძლეს რომ გაენეიტრალებინათ ეს მამაკაცი, მოვიდა პოლიცია, ადგილზე ბატონმა მამაკაცმა ასევე პოლიციასაც გაუწია წინააღმდეგობა და მოკლედ შესაბამისად პოლიციამ მოხდა მისი დაკავება. ის აიყვანეს მოკლედ პოლიციაში. სხვა შორის მინდა გითხრათ რომ გერმანიის პოლიცია
არასახელებს შეგნებულად არასახელებენ წარმომავლობას თუ ვინ იქცევა ასე და ვინ არის ამას რიგი მიზეზები აქვს ეს ალბათ ფიქრობ რომ თავისი პოლიტიკისთვის სწორიც არის თუმცა მე მინდა გითხრათ რომ უმეტესი 100%-დან 99% შემთხვევა სწორედ მოდის მიგრანტებზე რომ იცოდეთ ესენი არიან მიგრანტები იმიტომ რომ იშვიათია რომ გერმანიის მოქალაქემ კონკრეტულად გერმანიის მოქალაქემ და გერმანელმა ტიპურმა გერმანელმა ასეთი ქმედება ჩაიდინოს. მაგრამ სამწუხაროდ ამას აი მერაბ ამ თემაზე სხვა შორის ზუსტად ამაზე მინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა და საინტერესო იქნება აი მე მესმის როდესაც არასახელებს სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუ გერმანიისთვის პოლიცია ამ შემთხვევაში ვინ ჩაიდინა დანაშაული მე არ გულისხმობ რომ შეიძლება უნდა გამოქვეყნდეს სახელი გვარი და მისამართი იმ ადამიანის ამას კი არ ვამბობ შეიძლება წარმოშობის ქვეყანაც არ დასახელდეს მაგრამ აი კონკრეტულად ის მიგრანტი არის თუ ადგილობრივი მაცხოვრებელია ამის შესახებ რომ მიაწოდო შენს მოსახლეობას ინფორმაცია აი ამაში რა არის ცუდი ან რა არის არასწორი ეს არ მესმის შემთხვევაში რომ ანუ ზოგადად მიგრანტების მიმართ არ გაღვივდეს შუღლი და ეს გავიგე ერთის მხრივ გასაგებია ეს არგუმენტი მაგრამ მეორეს მხრივ ეხა სწორი ინფორმირება შენი მოქალაქეების უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება მგონია რომ თუ კი მართლაც მიგრანტებისგან მომდინარეობს საფრთხე ამის შესახებ უთხარი შენ მოქალაქეებს რა არის ამაში არასწორი თუმცა მე გეტყვი რომ ეს პოლიტიკა შეგეთახდა სამინისტრო იქნება ეს თუ პოლიცია იმ მიწის კონკრეტულად სადაც ხდება ეს შემთხვევა ვესტფალენის მიწაზე მოხდა მე ზუსტად მინდა რომ დაგეთანხმო იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით სწორედ ეს პოლიტიკაა რომ არ გაღმავდეს კიდევ უფრო მეტი ნეგატივი მიგრანტების მიმართ. თორე მოსახლეობისთვის ნათელია, იქ მყოფი მეც რამოდენიმეჯერ შევსრები ვარ, სხვა შორის ამ ფაქტს მეცაც გეტყვით, მე უშუალოდ შევესწარი ფაქტს, სადაც გმირად არ მომაქვს თავი, მაგრამ შევეცადე რომ დამეცვა ერთ-ერთი გოგონა, გერმანელი გოგონა, სწორედ აი ტიპიურად ასეთი მიგრანტის მხრიდან, ასეთი, ნუ, ნასოვანი მიგრანტის მხრიდან, ცოტა ესეთი საქციელის გამო და სხვა შორის რომ იცოდეთ შემდეგ რომ არ დამხმაროდა მე სხვა ასევე გერმანელი მოქალაქე, გერმანიის მოქალაქე, პოლიცია როცა მოვიდა იმ შემთხვევაში, ეს გოგო ნამეტანი არც გამოიდებდა თავს, რომ ეთქვა რომ მე მის გამო ჩავერიე ამ კონფლიქტში. და ყოველ შემთხვევაში, ნუ ეს დამოკიდებულება გერმანელებს აქვს. ნუ ეს გერმანელების ხასიათია, მათ შორის მასმედიის კუთხითაც აი ამ ბოლო პერიოდში ეს არ არის ერთი შემთხვევა, მე ხა უბრალოდ კონკრეტულ ამ შემთხვევაზე გითხრათ, იმიტომ რომ 15 ივნისს მოხდა ეს და ყოველდღე გეხდება სამწუხაროდ დღესაც მოხდა სხვათა შორის 15 ივნისის გარდა ასევე ფრანკფურტში მაგალითად მაინში მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი მაჩეტეთი მაგალითად 20 წლის ახალგაზრდამ აქაც ზუსტად იგივეა დაცულია არ ამბობენ ისინი წარმომავლობას მაგრამ დარწმუნებული ვარ ალბათ 100% 90% იქნებოდა ესეც მიგრანტი 20 წლის ახალგაზრდამ მაჩეტეს გამოყენებით ქუჩაში ხალხო ადგილად ჩხუბის დროს გამოიყენა 19 წლის ადამიანი დაჭრა და დაკავდა სხვათა შორის და აქაც როცა პრესა იქნება ეს თუ ნებისმიერი ჩვენი კოლეგები იქნებიან თუ საზოგადოებისთვის როცა ინფორმაციას მოითხოვ არ ამჟღავნებენ ვინაობას ხო და ეგ უფრო იმაშოვა სტერეოტიპებს ამყარებს მე რომ ეხა არ ვიცით ინფორმაცია რეალურად ვინ ჩადის დანაშაულს მაგრამ აი ვამბობთ რომ უეჭველი მიგრანტი იქნებოდა არ ჯობია პირდაპირ თქვა რომ რა დანაშაული მიგრანტმა ჩაიდინა რა რადგან ამ თემას შევეხედა ეს თემა თქვა უკვე რომ მოვითავ სხვათა შორის რომ იცოდე ეს პოლიტიკა რატომაც არის და რატო არის რომ რატომ მგონია რომ არ გაღრმავდეს 17-ში თუ ავწდები რომში იყო ძალიან დიდი გამოსვლა რომში იყო გამოსვლა მიგრანტების წინააღმდეგ ანუ რომი იტალია ყოველ შემთხვევაში იტალიაშიც მოქალაქეები პროტესტს გამოთქვავენ აი ესეთი მიგრაციის გამო იმიტომ რომ ფაქტურად ხდება მიგრანტების მიღება ნუ ახლა გერმანიას კიდე სხვა პრობლემაა გერმანია მასიურად იღებს თუმცა იტალიაშიც მოხდა პროტესტი გამოიხატა ამის გამო და სწორედ დიდი აქცია ჩატარდა სხვათა შორის რომ სწორედ მიგრანტების ასეთმა საქციელმა სწორედ როგორც გერმანიაში გერმანელი გადამხდელები მათ ხარჯზე ცხოვრობენ ეს მიგრანტები და ასე შემდეგ ჩადიან დანაშაულს იქნება პრობლემები და ამის წინაშე სხვა შორის იყო პროტესტი გამოიხატა რომში საკმაოდ დიდი აქცია იყო მაგრამ პარალელურად ასევე ნუ რომშიც მემარცხენე თუ კონსერვატულ პარტიის წევრებმაც აქცია ჩაატარეს რომლებიც იცავდნენ მიგრანტებს ანუ ეს პრობლემა არსებობს რეალურად თუმცა კი ბატონო ეს მოსახლეობაში რომ უფრო მეტად გვივდება მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება და თან გერმანიაში როცა სამწუხაროდ ყოველდღე ხდება ასეთი რამ ეს ძალიან ცუდი რამეა და ზუსტად ვიცი გერმანელი გადამხდელების კისერზეა ეს ყველაფერი გარდა იმისა რომ ამ ქვეყანამ მიიღო ეს მიგრანტები მიიღო მართლა და ომისგან დაიფარა და საჩინელი ცხოვრებისგან დაიფარა და
გამოუყო ყველაფერი და არ ვიცი წლებია უკვე გერმანელი გადამხდელები მათ ხარჯზე უქმნიან ყველა პირობას რომ მიგრანტები იყვნენ გარდა იმისა რომ კანონიერად იცხოვრონ ჩადიან დანაშაულს და პირიქით მოსახლეობაში უკვე არის პროტესტი თუმცა პოლიტიკა რომ აი ხელისუფლების მხრიდან პოლიციის მხრიდან და ეს მართლა ბეწვის ხიდი რომ არ უფრო მეტი არ მოხდეს არ იყოს გაღიზიანება მიგრანტების მიერ ეს მართალია და შესაბამისად ბუნებრივია ესეც არის და ჩვენ აი შეგვიძლია მეორე ნიუსზე რომ გადავიდეთ მაგალითად ხო სწორედ ამ ბოლო პერიოდში და სულ ეხლა ხანს ევროპარლამენტმა ევროპარლამენტის 418-მა დეპუტატმა რადგან მიგრანტებზე საუბრობ მაგრამ მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ ევროპარლამენტის 418-მა დეპუტატმა ხარი დაუჭირა რეგლამენტს დევნილების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით იცით თქვენ და ჩვენ ამასიანეთს ჰქონდა საქართველოსთან ჩვენი სტუდიიდან ამაზე საუბარი რომ ევროკავშირში ევროპარლამენტმა დაიწყო ამ ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყნებს გადააბაროს მიგრანტების შემოსვლა ან მათი განთავსება ეს პრობლემები ანუ მათი ცხოვრება რადგან იგივე როგორც გერმანიაში როგორც იტალიაში ვახსენეთ და საფრანგეთშიც ეს პრობლემა არის და არ უნდა ყოველ შემთხვევაში ევროპულ ლიდერებს რომ პირველი ქვეყნები ისინი იყვნენ ვინც ბოლომდე უზრუნველყოფს თუმცა 418-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რომ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და მეტიც რომ მესამე ქვეყნებმა აიღონ თავის თავზე მათი განთავსება მაგალითად მიღება შემდეგ ეგრეთ წოდებული აზურების აშენება ის განთავსება მათი ინტერვიუების შემდეგ და მერე უკან გაბრუნება მაგალითად ერთ-ერთი ქვეყანა და მესამე ქვეყანა დასახელდა აფრიკა რომ მაგალითად აფრიკაში ან აი ესეთ მესამე ქვეყნებში აშენდეს აზურები რომ გერმანიამ იტალიამ და მათ აღარ აიღონ ეს ხარჯი თუმცა აქაც იყო რა თქმა უნდა დაპირისპირება ანუ ყავდა ამასაც მოწინააღმდეგეები ევროპარლამენტში დაახლოებით 200 დეპუტატმა უარი განაცხადა ამაზე პროტესტი გამოხატა და თქვა რომ ნუ ამბობენ რომ ისიც რა არის როდესაც მესამე ქვეყნებში განთავსდებიან მიგრანტები რომლებიც შემოედინებიან და ხდება ევროკავშირის და განსაკუთრებით გერმანიას ხდება რომ ეს უზარმაზარი ხარჯებია და გერმანიაში აშენებაა ისევ აზურების ეგრეთ წოდებული საცხოვრებლების მე მათი კონტროლი მათი უზრუნველყოფა ხო მათ ურჩევნიათ რომ მესამე ქვეყნებმა აიღონ თუმცა იქ შემდეგ უკვე ბევრი სხვა პრობლემები ჩნდება მაგალითად მოწინააღმდეგე დეპუტატები ამბობენ რომ მაგალითად თუ აფრიკაში რომელიმე ქალაქში ან მესამე ქვეყანაში აშენდება ეს აზური და ის ქვეყანა მიიღებს ჯერ და ის გადაწყვიტავს როგორ მოხდეს გადანაწილება დარჩნენ თუ დაბრუნდნენ მიგრანტები შიგნით როცა ერთ-ერთი ადამიანების ჯგუფი ერთად იქნება იქ უფრო მეტი რისკია დანაშაულის და შესაბამისად ყოფნები კონფლიქტური სიტუაციის. ხო, თუმცა ეს ალბათ არ შეეხება ევროკავშირს და აქედან გამომდინარე ნაკლებად ადარდებთ ეს ყველაფერი. თუმცა კი ბატონო, აი ეს ჩვენთვისაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ იყო თავის დროზე ამაზე ისე შეფარვით გავრცელდა ინფორმაციები, რომ მოიაზრებდნენ, რომ შეიძლება საქართველოსშიც მათ შორის მოწყობილიყო ესეთი დროებითი მიმღები პროექტები. მე მაგალითად მახსენდება რომ ალბანეთიდან გააფორმა ოღონდ იტალია, მაგრამ ევროკავშირმა კონკრეტულად იტალიასა და ალბანეთს შორის მოხდა ასეთ ხელშეკრულების გაფორმება, რომ ალბანეთი მიიღებს იმ ტოლვილებს, რომლებსაც სურთ იტალიაში გადასვლა და დაახარისხებს მე იტალიური მხარე, ვისაც ჩათვლი საჭიროდ მიიღებს, ვინც ყველაზე უარგისი იქნება, იმას დატოვებს ალბანეთში. აი, ნეტო ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნებზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? და აი, ჩვენთვის თუ იქნება მსგავსი საფრთხეები, ალბათ ამასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და რა თქმა უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობა, რომ ეხა 10,000-ობით მიგრანტი ევროპაში წამსვლელი, მათთან ჩასული მიიღოს აქ. შეგო გახსოვს ალბათ და ცოტნეს შევახსენებს თუ უფრო სწორად თუ ცდები, იმიტომ რომ გახსოვთ, აქაც საუბარი იყო, გახსოვთ თქვენ ერთი პერიოდი სირიელ ტოლვილებზე, კი. ირაკლი ღარიბაშვილი იყო, თუ არ ვცდები, მაშინ პირველი ესე თქვა ეგრეთ წოდებული ლიბერალების მხრიდან თავდასხმა, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა 35 მილიონზე იყო საუბარი თუ რაღაც უარი თქვა, რომ ჩვენ აგვეღო ეს ფული, რადგან შესაბამისად ამ 35 მილიონით უნდა უზრუნველყო ქვეყანას და მაშინდელ მთავრობას, რომ მიეღო სირიელი მიგრანტები და მე თუ არ ვცდები, მე მგონი ცოტნეს ახსოვს, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო უარი თქვა მაშინ. ნამდვილად. ეს იყო ალბათ მაშინაც მიზეზი. პირველი შემთხვევა იყო მსგავსი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან, როდესაც რაღაცა ეგრეთ წოდებულ ევროპულ გრანტზე და დახმარებაზე უარი ითქვა და მაშინ ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იცით რა, რისი თქმა მინდა და რა არის ყველაზე საინტერესო აქ, რომ აი მიგრანტების პრობლემა, რაც დაუშვათ ევროპას ჟუდგას, ხო?
თავის შინაარსით ხო ხა მე რა მახსენა რომ უშუალოდ იგივე გერმანელებმა, ფრანგებმა, ვინც აი ამ მიგრანტებს იღებენ, ეს ადამიანები ომებისგან გადაარჩინა და რაღაცა ნორმალური ცხოვრების პირობები შესთავაზა და ეს ასეც არის. თავის შინაარსით ხა თანამედროვე ევროპული საზოგადოებები, კოსმოპოლიტური საზოგადოებებია, მაგალითად აი თენგოს ჩანაც თქვი რომ აი ძალიან არ ადარდებთ ალბათ ხა ევროპელებს ევროკავშირის საზღვრებს იღმა თუ იქნება სიამდვილეში мотиваცია მათი იქ შეყვანის უბრალოდ ეს არის რომ უფაბა არა ის ადამიანები ვინც ამ პოლიტიკას წარმართავენ მეინსტრიმში ხო ვისაც ეს ადამიანები შემოყავს იდეოლოგიური შინაარსი ამის ის არის რომ ის სიკეთეები რაც არსებობს დაუშვათ ხო კაცობრიობის მიერ მიღწეული სიკეთეები ყველასთვის უნდა იყოს და აი აქ დაუშვათ ან ერთი მხრივ ეს არ არის დაუშვათ ცუდი мотиваცია გონია რომ ყველაფერი უბრალოდ შეფუთვა არის და რეალურად ბევრად უფრო ეკონომიკური რა თქმა უნდა იაფი მუშახელი ბაზრის გაზრდა და კი მაგრამ უყურე არის ერთი ფაქტორი, აი რა არის, რა შეიძლება იყოს ამაში დადებითი, დაუშვათ. აი იგივე ჩვენი ქვეყნებისთვის, ხო? აი ჩვენთან მაგალითად იმის გამო რომ ჯანდაცვა არის ხელმიუწვდომელი ყველასთვის, ხო? ეს არ არის ფუფუნების საგანია დღემდე საომწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ფუფუნების საგანია და ადამიანებს ექიმთან მისვლა და რაღაცა სამედიცინო პროცედურის ჩატარება უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე აი ამ საჭიროებას, მაგრამ აი თუნდაც ძალიან ბევრი ხო ვიცით ხა ჩვენს გარშემო ადამიანები რომელსაც ქონდა რაღაცა სამედიცინო პრობლემები და იგივე ევროკავშირის ქვეყნებმა იქ მიიღეს ისინი და უმკურნალეს ხო ესეც მე ისე თქვა მინდა რომ ესეც ამ мотиваციის ის არის რა ასე ვთქვათ ამ პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შინაარსის მატარებელია რაღაცა სიკეთე რაც არსებობს იქ ეს უნდა გაზიარდეს მაქსიმალურად და ეს უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაღაცა კარგი ამას აქვს უბრალოდ ეს საბოლოო ჯამში ევროპისთვის მარაზმად იქცა და პრობლემად იქცა ერთი რაღაცა რასაც კიდე მინდა თქვა რომ აი თუნდაც ის დაუშვათ აფრიკელი ან სირიელი მიგრანტები ან არაბი მიგრანტები რომლებიც იქ ჩადიან და აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ ახლა ჩვენ აქ პირველი ეს ვთქვათ ამბავი რაც მე რა მოყვა ხო ის ასე თავდასხმა ადგილობრივ ცხოვრებზე მიგრანტის მხრიდან, ანუ ამას იმიტომ კი არ მოვყევით, რომ ესე გვინდა წარმოაჩინოთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს იქაური ნიუსები ყოველდღე ხდება. ეს არის გერმანელი და ზოგადად ევროპელი ხალხის ყოველდღიურობა, ამის ნაკლებობას არც ფრანგები არ განიცდიან. სხვადასხვა ხალხს იყო ბელფასში ნახევარი ქალაქი დაწვეს, სწორედ ირლანდიელები აჯანყდნენ შეგვიძლია. მიგრანტები წინააღმდეგ, იმიტომ რომ მიგრანტმა მოკლა ადგილობრივი ირლანდიელი თუ სწორად მახსოვს, ხო? და მაგრამ უყურეთ ის ომები რომელსაც მე ეს ხალხი გამოექცა ხო ძირითადად ეხა ხო აი იგივე რუსეთ-უკრაინის ომი დაუშვათ აი სულზა ძალიან შორს რო არ წავიდეთ ხო სწორედ აი ამ ევროპელი და დაუშვათ ამერიკელი ასე ვთქვათ ჩინოსნების და შედეგია ანუ ზუსტად რა როგორც და ამიტომ რაღაც მხრივ ის რო დაუშვათ იქიდან მე მიგრანტებს იღებენ და იმ ომებს უნდა გამოაცილონ ხო ამაში პასუხისმგებლობა თვითონ აქვს ხო ანუ შეეშვალ ამ ქვეყნებს და არებონ თავი ხელებს მოაფართურებენ ნურს უკრაინაში ნურს რუსეთში ნურს აფრიკაში სულ არ ჭირდება იქ ევროპის ჩარევა ისე არა ძალიან მდიდარია აფრიკა ეხლა ამაზე ხო არ დავუდგა სოფლიოს კონფლიქტების 95% აქამდე ესე იყო ყოველ შემთხვევაში ეხლა ბოლო პერიოდში შეიძლება შეიცვალოს სტატისტიკა მოდის სწორედ აფრიკის კონტინენტზე აი იგე მესმის მაგრამ არ ჭირდებათ ევროპელების ჩარევა რომ ერთმანეთი იხოცონ ძალიან კარგად ჭირდებათ ევროპას აქვს ეგ ფუნქცია და არა მარტო ევროპას დასავლეთს ეს ძველი რომაული პრინციპია დაყავი და იბატონეს პრინციპი ამიტომ მე ისე თქვა მინდა მე განა იმას ვამბობ რომ უბრალოდ მიზეზი იმისა რომ ამ ადამიანებს იქიდან გაქცევა უწევთ თვითონ არიან და მე ის რასაც აკეთებენ გახდა რაღაც აი როგორი შთაბეჭდილება მრჩება იცით მე რომ აი რომის უკანასკნელი დღეები რაც იყო აი ამ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბარბაროსების ხო ეს რომაული ემიდან თუ ვიტყვით ბარბაროსების შემოსევამ როგორ ჩამოშალა და დაანგრია რაღაცა აი ამ საფრთხის წინაშე დგას და თუ ეს დაუშვათ არ შეიცვალა ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებისთვის შეიძლება ეს მართლა დამღუპელი აღმოჩნდეს და ისტორია განმეორდეს ოღონდ არა როგორც ფარსი როგორც ბახს სიტყვა და არამედ როგორც რეალობა ხო და ამ კუთხით ძალიან სანამ სხვა თემაზე გადავალთ მე აი შიგნით დამოკიდებულება დაუშვათ იგივე გერმანელ მოქალაქეებში ადგილობრივებში აი როგორია შენ კი მოიყვანე მაგალითი რომ იმ გერმანელი გოგონა რომელსაც დაიხმარე მაინც და მაინც თავგამოდებით არ ცდილობდა პოლიციასთან შენს დაცვას ასე ვთქვათ ხო მაგრამ ზოგადი განწყობა ეხლა მიუხედავად ან დღეს ვისაუბრებ ჩვენ იქ მე რეიტინგ
რეიტინგებზე პოლიტიკური პარტიების და იქ არის მზარდი ანტისისტემური ძალების და კონსერვატიული ძალების რეიტინგები, მაგრამ ზოგადად განწყობები როგორია? არის მატება ანტიმიგრაციული განწყობების, ანუ იმასთან შედარებით, ხა შენ ყოველ წელს ხარ გერმანიაში და ის შედარება რომ გავაკეთოთ, აი 5 წლის წინ და დღეს რა რეალობა მაგ კუთხე ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ცოტა პირველ რიგში ხა გერმანიის მოქალაქე და მით უმეტეს გერმანელი გადამხდელები საკმაოდ რაციონალურად უდგებიან ამ საკითხს. ერთია რა არის პოლიტიკა და ყველას კარგად ესმის რომ დიახ, მშვიდობიდან დაიფარეს ისინი და ისინი მზად არიან და ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში თავიდან თუ არ იყო ესეთი პროტესტი, პროტესტი შესაბამისად, რადგან რაციონალურად უდგებიან, შიშებიც უფრო მეტად რაციონალურია, შიშებიც რაც გაჩნდა. თუნდაც როგორც იქცევიან მიგრანტები, თუნდაც როგორც იქცევენ ქუჩაში, იმიტომ რომ გერმანელებისთვის ეხა უყურე ჩვენ ხშირად ვამბობდით და მართლა ასე იყო და დღემდე კიდე ერთხელ ვამბობ ვიტყვი რომ ის ინარჩუნებენ. დავარცხნილი ქვეყანას ეძახიან. დღემდე ეძახიან, მაგრამ რო შეხედო მაგალითად აი იგივე დავარცხნილი ქვეყანა ისეთი როგორიც იყო, აღარ არის და ერთ-ერთ ნომერ პირველ მიზეზად სწორედ სახელდება რომ აი ამ მიგრანტების შემოსვლამ, მათმა ასეთმა საქციელმა რიგით გერმანელში, რაციონალურად მოაზროვნე გერმანელში, გადამხდელში, წესიერში და რა ვიცი როგორ თქვა, ხო ხდებით აი გერმანელებს ვამბობენ, ცივები არიან, ცივები კი არა, ისინი არიან საკმაოდ როგორ თქვა, პუნქტუალური ხალხი, საკმაოდ გაწონასწორებული ხალხი, მათში რა თქმა უნდა იწვევს ეს შიშები ჩნდება, რომ ეს თუ ასეთი რა მოხდა, ყოველდღე ასეთი რა მატულობს, მატარებლებზე, ბანჰოფზე, საკმარისია დიდი ქალაქების ბანჰოფზე გახვიდე უკვე ნახო რა ხდება. იგივე თქვა ელემენტარული დანაგვიანების კუთხით. იგივე თქვა მათი დამოკიდებულება. ეხლა ყველამ კარგად იცის რომ ჯერ ქუჩაში აზისეც არ უნდა დააგდო არაფერი და არ უნდა მოიქცე ადამიანი ისე რომ საფრთხე შეექმნას თქვა შენი დაბინძურებით გარემოს. ეხლა გერმანელისთვის რომელიც წლების განმავლობაში ისე უვლის საკუთარ ბუნებას და ის გარემოს ქუჩის წინ თუ ქუჩის უკან როგორც საკუთარ ეზოს და საკუთარ სახსო დღეს რომ გამოვა და დაინახავს რომ რამოდენიმე მიგრანტი ყოველ შაბათ-კვირას რომელიც მოდის ბაღში მაგალითად იქ მერე კი ბატონო ისვენებენ მაგრამ ყველა ამ ნაგავს მერე ტოვებენ ანტისანიტარია ხდება და ნაპატიე და დიდი ვირთხები ჩნდება მერე ამ ყველაფერსგან ნუ ბუნებრივია ეს ხა ელემენტარულია რისი შედარებაზრინა თქვა თორემ მე როდესაც საუბრობ თქვა ჩემი ოჯახის წევრებთან ახლობლებთან გერმანელებთან ხო რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ ესეთი ხალხისთვის რომელიც ესეთი მოწესრიგებული ხალხია და რომლების ხედავენ რომ ვინ აყენებს ვინ უქმნის საფრთხეს ამ წესრიგს და მით უმეტეს როცა საფრთხე ექმნება აქ მარტო დანაგვიანებაზე კი აღარა საუბარი რომ უკვე კრიმინალი მატულობს უკვე მატარებლები იმიტომ აგვიანებს ხშირად რომ რაღაც ინციდენტი მოხდა ვიღაცა მიხელი კრა ვიღაცას მატარებელი გაჩერდა შესაბამისად გერმანელი კაცი რომელიც და თუ ხალე რომელიც 6 საათზე დილით ბანჰოფზე დგას რომ ანიშულებით ადგილზე სამსახურში მივიდეს საკმაოდ პუნქტუალურად და ყველა წესს იცავს და ის კანორმორჩილია როცა ხდება ასეთ რაღაცას ის მარტო არ ხედავს მხოლოდ უი ეხა რაღაც ეკონომიური კუთხის ზარალია ის უკვე ხედავს მის მომავალ უსაფრთხოებასაც იმიტომ რომ აი ხშირია უკვე ასეთი რამ და კიდევ ერთხელ ვამბობ მე როგორც კომაგი ამ ქვეყნის და ვფიქრობ რომ ჩემთვის მეორე სამშობლოა და ეს ის ქვეყანაა რომელმაც სამართლებრივად მე დამიცვა როდესაც მიხეილ სააკაშვილის დროს მაგ პირობებში და როგორც პოლიტპატიმარი და ასე შემდეგ და ბოლოს და ბოლოს ევროპა იყო და გერმანია იყო რომელმაც მე შემიფარა და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ შემზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და დამიცვა ხო აი რა თქმა უნდა ასმაგად კომაკობ და ზოგადად ეს ის ერია და ეს ის ქვეყანა ევროკავშირის რომელიც სამაგალითოა რომ კულტურულად და აქვია ხელოვნების ან იმის დარგში ლიტერატურის და ასე შემდეგ მეცნიერების დარგში არამედ ზოგადად ეს ხალხი და მათი წესი ამიტომ ცოტა რასაც შეამბობ სწორია და ეხლა რადგან ეს ახსენეთ და ეს თემა ვახსენეთ აი მაგალითად რადგან მიგრანტებზე საუბრობთ ისევ ხო რომ მოვითაოთ მაგალითად უსულა ფონ დერ ლაინმან და განსაკუთრებით ევროპარლამენტზე საუბრობ შესაბამისად მან ასევე დააყენა საკითხი ამ შემთხვევაში უკრაინიდან დევნილებთან დაკავშირებით როგორ მამაკაცებთან დაკავშირებით ეს შემდეგ ნიუსზე გადავიდეთ კი ხო შემდეგ ნიუსზე გადავიდეთ მაგრამ ლოგიკურად დაემთხვა მაგალითად ჩვენ თუ საუბრობთ მიგრანტებზე ამ შემთხვევაში უცხოელებზე აქ არის საუბარი ასევე მიგრანტებზე უკრაინიდან ეხლა უკრაინიდან რა თქმა უნდა ყველა მიგრანტი ყველა პირობის გარეშე რაც ეს ომია დაწყებული უკრაინიდან ყველანი შემოდიან მაგრამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა უსულა ფონ დერ ლაინმა რადგან 27 წლამდე მარტამდე
ის პირობები, რაც უკრაინის მხრიდან დევნილებთან დაკავშირებით არის, ოდნავ შეიცვალოს. როგორ შეიცვალოს რა კუთხით? მაგალითად, ის მამაკაცები, რომლებიც იმ ზღვარზე არიან, რომელთაც შეუძლიათ ომში წასვლა, ანუ გამწვევი, როგორ ვთქვა, აი მამაკაცები, რომლებიც ომში გაწვევას აკმაყოფილებენ და შეუძლიათ მათ აიცვან თავის ქვეყანა, მათთან განსაკუთრებით უსულა ფონ დერ ლაიენი შემოდის ინიციატივით, რომ გადაიხედოს მათი შემოსვლის საკითხი, რომ უმჯობესია ისინი დარჩნენ უკრაინაში და უკრაინას გამოადგნენ და მიიღონ მონაწილეობა მშვიდობაში, უკრაინის მშვიდობის მონაწილეობაში, ვიდრე მოხდეს ასევე მათი მასიური შემოსვლა. ეს არის უსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივა. ბოდიში, იცი რა მაინტერესებს? აქ საუბარი არის ეხლა უკრაინაში, ანუ ახალ ნაკადზე, ვინც უკრაინიდან შემოდის თუ საუბარია იმაზე, ვინც თავშად უკვე გერმანიაში არის და მათი არა, ვინც გერმანიაშია, ანუ რატო ვახსენე რომ 27 წლამდე არსებობს კანონი უპირობო მიღება უკრაინიდან ბიოგრაფიის გადამოწმების გარეშე უკრაინის მოქალაქეს იღებს. გარეშე და მაგრამ ეხლა უკვე 27 წლიდან რადგან ხელახლა უნდა კანონი შესაბამისად გაგრძელდეს, უსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა რომ განსაკუთრებით გადაიხედოს იმ მამაკაცების შემოსვლა, ვისაც შეუძლია ომში წავიდეს რომლებიც დაიცვა. 2027 წლიდან, ხო? 27 წლის მარტიდან უკვე უნდა ახალ პირობებზე საუბარი. არ ფიქრობს რომ ომი გაჩერდება. თუმცა აქვე მინდა გითხრათ რომ სხვათა შორის უკრაინიდან იშვიათია რომ თუნდაც საერთოდ ჩემ ქალაქში ან ახლოს კი ქალბატონები, ბავშვები, შვილები, გოგოები ძალიან ბევრი ისა ოჯახები ძალიან ბევრი არიან, მამაკაცები იშვიათად, თუმცა რადგან ესე იგი ამ კანონზე მიდის საუბარი ამ ახალ ინიციატივაზე, ესე იგი ხდებოდა მაინც მამაკაცების მოდიოდნენ. ნუ ეხლა ვერავის ვერ გაამთხუნებ შიშებიდან და 10 მილიონი უკრაინელია გასული ახლა ომის დაწყებიდან. მაგრამ უყურეთ რა ხდება ამ ინიციატივას სხვათა შორის. ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა საკმაოდ ისე მკაფიო და მათ თქვა და ზელენსკის მოუწოდა, რომ ამ ინიციატივას დაეთან მიესალმება ეხლა ფრიდრიხ მერცისთვის ხო ხდებით ეხლა გერმანიის კანცლერია და კიდევ საუბრობთ მიგრანტებზე, ამ ხელა პრობლემა ისე სხვა მიგრანტები. მაგრამ ფრიდრიხ მერცმა პირდაპირ მოუწოდა და ზელენსკის უთხრა, რომ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და მისთვისაც კარგი იქნება, თუ იმ მამაკაცები, რომლებიც არიან, რომელსაც შეუძლიათ რომ მშვიდობა შეინარჩუნონ უკრაინაში, ზელენსკის მოუწოდა და უთხრა, რომ ეს ინიციატივა მისთვის იქნება და უკრაინისთვის კარგი. ანუ ფრიდრიხ მერცი ორივე ხელით ეთანხმება ანუ მარტივად რო ვთქვა, საუბარი არის და ჩვენ მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, საუბარი არის რომ ევროკავშირი აპირებს აღარ მიიღოს ის უკრაინელები, რომლებიც მამაკაცებზეა საუბარი, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე ექვემდებარებიან გაწვევას. ხო, ეს ნიშნავს რომ რა ვიცი, თან უკრაინულ მხარეს ეუბნებიან რომ ეს თქვენთვისაც კარგია, თქვენთვის რა ზელენსკისთვის არის კარგი თქო. ძალიან სწორად შენიშნე ფრიდრიხ მერცის განცხადება, მე არ მინდა ციტირება შემეშალოს, მაგრამ დაახლოებით ვციტირებ, რომ ის მოუწოდებს ზელენსკის ეუბნება, რომ მიმართავს, რომ ეს მამაკაცები გერმანიას კი არა, უკრაინას უფრო მეტად ჭირდება ახლა, ვიდრე გერმანიას. და სხვათა შორის ჩვენთვისაც აი რაც წინა მასში შენიშნე, რაც ცოტნე მათ შენიშნა, რომ როგორც უსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე ფრიდრიხ მერციც ალბათ ფიქრობს, რომ არანაირ ომის დამთავრებაზე არა საუბარი, ამაზე ჩვენ მერე ვისაუბრებთ. იტე თუ რასაპირებენ ისინი. ანუ კონკრეტულად ფრიდრიხ მერცის ეთანხმება და არა მარტო მერცი, არამედ უსულა ფონ დერ ლაიენის ამ ინიციატივას უკრაინელი მამაკაცებისთვის 27 წლის მერე ახალი კანონის გაგრძელებასთან, როცა გაგრძელდება მიგრანტებთან დაკავშირებით უკრაინიდან კანონი, შესაბამისად გაითვალისწინონ, რომ ვისაც შეუძლია დაიცვას უკრაინა, იმ მამაკაცების შემოსვლა უკვე იქნება არა უპირობო, არამედ გადაიხედება და სასურველია რომ ისინი დარჩნენ იქ და იყვნენ უკრაინაში და ერთი პატარა რეპლიკა მექნება და მე ალბათ გადავიდეთ შემდეგ ნიუსზე. აი აქ უბრალოდ ცინიკური რა არის ჩემთვის იმას ვიტყვი. ყოველთვის ხას უსვამენ ხოლმე, როდესაც მსგავს ინიციატივებს შეეხება საქმე, რომ ეს მამაკაცები უნდა დარჩნენ უკრაინაში, რათა დაიცვან უკრაინის მშვიდობა. სინამდვილეში საუბარი არის, რომ მშვიდობაა ომში უნდა გაგზავნო პირიქით ეს ადამიანები, სადაც აი ასობით და ათასობით იხოცება ხო უკრაინელი ახალგაზრდა და არა მხოლოდ უკრაინელი, ასევე რუსი ახალგაზრდაც და იმიტომ არის ეს ტრაგედია ეს ომი ორივე ერისთვის, რომ აქ სინამდვილეში არ არის საუბარი მშვიდობის შენარჩუნებაზე, აქ არის საუბარი ომის გაგრძელებაზე და ამას სამწუხაროდ ფუთავენ ისე
როგორც ერთი ისე მეორე მხარე, რომ ეს თითქოს ჭირდება მშვიდობას. რანაირად ჭირდება მშვიდობა? მშვიდობა ჭირდება შეთანხმება, მშვიდობა ჭირდება დიპლომატია და მშვიდობა ჭირდება ამ ომის დასრულება და რაც უფრო მეტ ადამიანს გავგზავნით ფრონტზე, ამითი მე არ მგონია და არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება, რომ ამითი რაიმე მშვიდობას ემატება. სხვათა შორის, ხო, ლოგიკურია ეს არის. უბრალოდ ჩვენ შემდეგ ნიუსზე რო გადავალთ, ძალიან საინტერესოა, რომ ნელ-ნელა ზოგადად აი ამ პოლიტიკას უახლოვდებით, როგორია ევროლიდერების მიდგომა ომის გაგრძელება დამთავრებასთან დაკავშირებით და ვიცი რომ ალბათ თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გეკნებათ შესაბამისად გერმანიაში უკრაინის ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ის რომ რა რეალურად რა პოზიციებია და რა ხდება ახლა მაგ ფრონტზე გერმანიაში ცოტა სხვანაირად აჩვენებენ ძალიან გავს ლიბერალური ახები თითქმის 100% 90% აშუქებს ზუსტად ისე როგორც საქართველოში მაგალითად იგივეა კაცო ერთი ცენტრიდან იმართება ეგ ყველაფერი დარწმუნებული მაგრამ აი ერთ-ერთი კიდე ნიუსია რადგან ევროპარლამენტის ლიდერებზე საუბრობდა ფონ დერ ლაინზე ვისაუბრეთ ანტონიო კოშტას სხვათა შორის თუ ახსნები ევროპიან რეზერვის ევროკომისარია მე მგონი თუ ახსნები ანტონიო კოშტა სხვათა შორის საქსიელი არ მოეწონათ მერც მაკრონს და სხვა ევროლიდერებს. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, თუმცა როგორც რუსეთი ლავროვმა გააკეთა შემდეგ განცხადება სწორი არა. მოკლედ, ანტონიო კოშტას საკმაოდ ხმამაღლა გამოეხმაურა და გააკრიტიკა მაკრონმა და მერცმა. და სხვა ლიდერებმა, რომ თითქოს ის შენიშნეს, რომ მან დააპირა რუსეთთან, კონკრეტულად მოსკოვთან, რაღაცა სხვა გზებით ურთიერთობების დალაგება და სხვა შორის ანტონიო კოშტა აღნიშნავს, რომ მან ის შეეცადა, რომ უბრალოდ დიპლომატიური გზები მოენახა, ახალი დიპლომატიური ურთიერთობებით მოენახა გზები უკრაინა-რუსეთს შორის, თუნდაც ამ მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. ხო, თუ არის ეს კადრები გავუშვა. თუმცა ანტონიო კოშტას ეს გადაწყვეტილება რატო უნდა ყოფილიყო ცუდი, თუნდაც ამას რო ეცადოს ადამიანი, რომ თქვა რაღაცა კუთხით მოსკოვთან დიპლომატიური გზები მონახოს. და თუ საუბარია ბოლოს საერთო მშვიდობაზე, მაგრამ რატო არ მოეწონათ ეს არის უფრო ყველაზე მეტად დამაფიქრებელი იგივე მაკრონს ან მერცს და რატო გონიათ რომ მაინც და მაინც მხოლოდ ისინი არიან ყველაფერში ისინი უნდა იყვნენ ჩახედილი და ისინი უნდა აკონტროლდნენ ყველაფერს. სხვა შორის როდესაც კოშტას პრესამსახურს კითხეს, მან არ უარყო, მაგრამ მან თქვა რომ ის უბრალოდ ცდილობს, რადგან ევროდიპლომატი გამოდის და პოლიტიკოსია ეს ადამიანი, ევროკომისარად შეიძლება ჩავთვალოთ. მან თქვა, რომ უბრალოდ ის ცდილობს უბრალოდ მშვიდობის დამყარებაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ როგორც ხედავთ, მერცი და მაკრონი ცოტა არ მოწონთ ასეთი რამ. თუმცა ლავროვმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა, მე მგონი განცხადება და თქვა, რომ ასეთი რამ, რომ სამკე რაღაცა დამოუკიდებლად გამოყოფილიყო კოშტა, ხო და დაეწყო რაღაცა მოლაპარაკებები და სხვა გზების პოვნა, საკმაოდ ისეთია, მაგრამ ჩვენ აქ მაინც ერთი რამ ხო ხვდებით, რამ ხდება ყველაზე მეტად ყურში და ჩვენთვის რა არის, რომ როგორც კი დიპლომატიური ურთიერთობების ცდილობა ქონდა მაგალითად ევროკომისარს, ხო? ეს არ არის ხო ქართველი, ეს არ არის ხო ან თქვა რაღაცა ისე წარმომადგენელი, ხო? თვითონ თავიანთმა კოლეგებმა ევროლიდერებმა ეგრევე თავს დაესხნენ და ეხლა დარწმუნებული ვარ ეხლა უბრალოდ ზუსტად არ ჩავხედე, მაგრამ აი რუსეთის აგენტებთან შეიძლება მონათმონ ასეთ საქსიელის გამო კოშტა. იცით რა, მაგ სხვათა შორის აი ძალიან საცუდაო მდგომარეობაში არიან ამ შემთხვევაში ევროპელი ლიდერები, მაკრონის და მერციც, იმიტომ რომ აი ყველა აი კოშტას კი თურმე ცდილობს მათი გვერდისავლით ურთიერთობების დამყარებას რუსებთან. აი ტრამპი ხო გვახსოვს, რომ ტრამპის მიერ მე ზელენსკისაც ჰქონდა ეგზავნილი და მაკრონსაც ჰქონდა, რომ აი ტრამპი და პუტინი ვერ გადაწყვეტენ ევროპის ბედს, ევროპის ბედი წყდება აქ, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ ეკითხებოდა, ხო, არც ტრამპი და არც პუტინი და თამაშგარეში იყვნენ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესების მიღმა იყვნენ დატოვებული. ეხლა აღმოჩნდა, რომ თვითონ ევროკომისარიც კი კოშტა, რომელიც რაღაცა არის მათი კოლეგა და წარმოადგენს იდეაში ევროპულ ინტერესს აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ ჯახში ეს ადამიანიც კი ცდილობს ამ ხალხის გვერდისავლით დაამყაროს, ახვია ხელახალი კავშირები თუ რაღაც დიპლომატიური გზები მონახოს მოსკოვთან ურთიერთობისთვის. ანუ ეს აჩვენებს იმ კომიკურ მდგომარეობას პრინციპში რა ამ მდგომარეობაშიც დღეს იმყოფებიან ევროპელი ლიდერები და ის
ამბავით ალბათ რასაც მოვყვებით მე გადაცემის ბოლო ნაწილისკენ, სადაც ვისაუბრეთ პოლიტიკურ შინაარსზე და იმ ევროპელი პოლიტიკოსების ასე ვთქვათ ცოტა არ იყოს და გიჟურ განცხადებებზე აი ამ ლიდერების, ხო? ალბათ ესეც მიუთითებს ამაზე, რომ აი ამ ადამიანებს საერთო სურათი რო აღვიქვათ ზორს ეძახი. კი ბატონო. ზორს ეძახი. შეგვიძლია გადავიდეთ, კი. კი ბატონო, შემდეგ ნიუზზე გადავიდეთ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აი ამ შემთხვევაში რადგან უკრაინელ მიგრანტებზე ვლაპარაკობდით და ახსენეთ ვთქვათ უკრაინის მხრიდან მამაკაცები, რომლებიც შემოსულები არიან აქ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერავის ვერ გაამხუნებ იმის გამო, რომ ზოგი შეიძლება შეეშინდა, ზოგი შეიძლება ვერ არის ესეთი პატრიოტი, მაგრამ მეტიც სხვა შორის აქ რო ვიცოდეთ, მე იმიტომ ვთქვი, რომ არ შემინიშნავს, კი არიან ოჯახები, ქალბატონების შვილებთან ერთად შემოსულები, მაგრამ მამაკაცები მეტი წილი მაინც დარჩენ უკრაინაში და ალბათ ისინი იბრძენ მშვიდობის, მაგრამ ნუ აი ხედავთ ხო, ანუ ეს კანონიც ალბათ იმიტომ დაჭერს. სხვა შორის 16 ივნისს მოხდა ასეთი რამ, ნუ სამწუხაროდ კიდევ რაღაცა დანაშაულთან დაკავშირებით გვიწევს საუბარი, მაგრამ აქ არის ერთ საინტერესო რამ, რომ 16 ივნისს ვესტფალენის მიწაზე ქალაქ ერკრატში დანით ხელში შეერაღებული მოქალაქე შენიშნეს საბავშვო ბაღთან. ნუ საბავშვო ბაღის ტერიტორია მოგესწრებათ და საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა სხვა შორის უმალ დარეკა პოლიციის შენობაში, პოლიციაში და სხვათა შორის მამაკაცი მიაწოდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღთან გადაადგილდებოდა დანით ხელში მამაკაცი. შესაბამისად პოლიცია მოვიდა და ნუ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ამ მამაკაცმა პოლიციას მოუწია იძულებული გასვლა განეხორციელებინა, რომ დაეჭერა და სხვა შორის დაჭერეს ეს მამაკაცი მუცელში და იგი შემდეგ უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, არც მიმდებარე ტერიტორიის და ბაღის თანამშრომლები, მაგრამ ნუ როგორც მე გაირკვა სხვათა შორის მამაკაცი აღმოჩნდა უკრაინის მოქალაქე, უკრაინელი წარმოშობით და შესაბამისად როგორც შემდეგ ამბობენ, ის სხვათა შორის როცა მისი აღიარება იყო ასეთი, რომ მას უნდოდა, რომ პოლიციას ის მოეკლა. ანუ პროვოცირებას უწყობდა პოლიციელებს, რომ იგი მოეკლა. შემდეგ უკვე დადგინდა ისიც, რომ მამაკაცი, თქვათ, ფსიქიურად 56 წლის უკრაინის მოქალაქეზეა საუბარი, მამაკაცი და მისი განზრახვა, რადგან ასეთი იყო, რომ ის მოეკლა პოლიციელებს, დადგინდა, რომ ფსიქიურად ის როგორი თქვენ ხომ ფსიქიკური პრობლემები ქონდა, ხო, ანუ მან ფსიქიკური პრობლემები ქონდა. იცი რა არის მე საინტერესო? ის რომ ეს ადამიანი იყო უკრაინელი, ეს ოფიციალურად დაადასტურა. ანუ უკრაინელ მოქალაქეებთან განსხვავებული მიდგომა აქვს. ხო, ამ შემთხვევაში დადასტურდა, იმიტომ რომ ეხა ხო გესმით არა, ბაღთან ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღია განთავსებული და შესაბამისად ხო, ეს უკვე დადასტურდა, სხვა შორის ეთქვა გამვლელებმაც და ნუ ეს უკვე ოფიციალურად ითქვა, რომ ეს მამაკაცი უკრაინელი საუბრობ რომ მიდგომა ის რას თქვი, რომ დაუშვდა მიგრანტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ითქვა ეს. ამ შემთხვევაში ითქვა, რომ უკრაინელ მიგრანტებთან როგორ ჩანს, ესეთი დისკრიმინაციული მიდგომა. განსაკუთრებული მიდგომა აქვს, როგორ ჩანს. თუმცა ნუ აქ ის რომ თქვა მამაკაცმა თავად აღიარა, რომ მას სურვილი ჰქონდა პროვოცირებას ახდენდა, რომ ის მოეკლათ, შესაბამისად ხო ხვდებით, ანუ არა, მას აქვს ფსიქიური პრობლემები, როგორც ჩანს. ხო, ფსიქიური პრობლემები აქვს და ეს არის მნიშვნელოვანია სხვა შორის იმ გაგებით, რომ ხო, აი კიდევ ერთხელ აი ეს მოსახლეობაში ხა წარმოიდგინეთ, ხო? ასეთი რამ, ისევ ნუ რაც არ უნდა იყოს, ისევ მიგრანტია, ხო? სხვა შორის ძალიან იშვიათია, რომ აი გერმანიის, ანუ როგორ ვთქვა, აი გერმანელები მაგალითად სულთა ტიპიური გერმანელი ან და გერმანიის დიდი ხნის მოქალაქე ან თქვა და მაგალითად თურქები არიან ძალიან ბევრი თურქი ცხოვრობს აქ და აი ასეთი და მოქალაქეები არიან ისინი ამ ქვეყნის წლების განმავლობაში და ყველამ კარგად ვიცი თურქების დამოკიდებულება იგივე თქვა გერმანელების მხრიდან თურქების მიმართ და ნუ იშვიათია რომ ამ გერმანელი ან თურქი მოხდეს ესეთ იმაში. თურქები მან მერაბ ცხოვრობენ რამდენადაც ჩემს არის ცნობილი 50-იანი წლებიდან მოყოლებული აი ეს მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც მუშები ისე ჩავიდნენ უკვე 3-4 თაობით არიან ისინი და მეტით გერმანიის მოქალაქეები და გაგერმანელებულები არიან პრინციპში ხო? და ხო და შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ
ვერ ნახავ 100%-დან 99% თუ ეხლა რაღაცას არ ჩავთვით, რა თქმა უნდა, ეხლა გერმანელიც აშავებს და შეიძლება სხვა მოხალხეს, მაგრამ იშვიათია რომ ნახოთ, ძირითადად ეს ყველაფერი ამ ბოლო დროს ასწრება გერმანიაში და ეს არის უდიდესი გერმანიის თავისკივილი და ამ შემთხვევაში უკვე საფრთხეს ქმნის, ესენი არიან მიგრანტები, რომელიც ამ ქვეყანამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანამ მიიღო ომისგან დაიცვა უზრუნველყოფელ მათ ცხოვრებას, სოციალი მათ აქვს განსაკუთრებით ისეთი და გერმანელ გადამხდელებზე არიან. სხვა შორის, რადგან შემდეგი ნიუსიც, მოდი ვთქვათ, უბრალოდ სტატისტიკიდან გამომდინარე არა მხოლოდ. სხვათა შორის, ასევე 16 ივნისს მოხდა გერმანიისგან დეპორტაცია მიგრანტების. მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა დაახლოებით 30 ავღანელის ქაბულში მიგრირება, მიგრაცია, ანუ გაგზავნა ჩარტერული რეისით, რომელიც უზრუნველყო სხვა შორის სახელმწიფომ 30 ავღანელი გაუშვეს ამ ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდა. საგულისხმო ერთი რამ, რომ ამ მიგრანტებიდან ვისი დეპორტაციაც მოხდა, არიან დამნაშავეები, რომლებიც ყველობებში იღებდნენ მონაწილეობას, ასევე გაუპატიურებად მცდელობებში, ну მძიმე დამნაშავეები და ამის დეპორტაცია მოხდა, ეს გაშუქდა სხვათა შორის და ითქვა რომ შესაბამისად ბუნებრივია სწორედ ამ კუთხით გაშუქდა რომ განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებით დეპორტაცია მოხდა ქაბულში. თუმცა oi საოცრებავ და გაგიკვირდება და მათ ასე დეპორტაციას მოყვა ასევე აქცია, პროტესტი მოყვა, აეროპორტში მივიდა 35-მდე ადამიანი და გააპროტესტეს ვთქვათ აი ამ მიგრანტების გაშვება. ნუ ბუნებრივია ალბათ, ნუ გარკვეულად მესმის ახლა რომ ბუნებრივია აქაც არის პარტიები, რომლებიც ნუ ულტრამემარჯვენე იქნება. ანუ ადგილობრივებმა, ანუ გერმანელებმა ადგილობრივებმა კია. და სხვა შორის ორგანიზებას უწევდა არ მახსოვს მე ზუსტად ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები, რომ ასეთი, ნუ რა თქმა უნდა მიგრანტებთან ერთად ალბათ, რომ ასეთი გაძევება, ანუ დეპორტაცია არ უნდა მოხდეს. მემარცხენე პარტიები არიან ძირითადად ამით ხო? 30 კაციდან თითქმის უმეტესობა იყო განსაკუთრებით მძიმე დამნაშავე. კი, მათ შორის გაუპატიურებებსა და აი ასეთი ტიპის დანაშაულებში ბრალდებულები, მაგრამ ხო, აი საინტერესო არის თვითონ გერმანული საზოგადოების ნაწილის ეს დამოკიდებულება და ზოგადად ევროპული საზოგადოებების ნაწილის დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან რთულად არის ეს გასაგები, როდესაც ჩვენი სახელმწიფოდან ხდება განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების გაძევება, რომლებიც მანამდე ცხოვრობდნენ შენს გვერდზე, საფრთხეს გიქმნიდნენ შენ შვილებს ცხოვრობდნენ შენს ხარჯზე. აი შენი შრომით, წვალებით ნაშრომ ლუკმას გართმევდნენ, ამას შენი სახელმწიფო აძევებს და უკმაყოფილო ხარ ამ ფაქტით. ეხლა ჩვენთვის არის ცოტა რთულად გასაგები, მაგრამ აი როგორც ოტენემ ახსნა და ალბათ ძალიან სწორად ახსნა, ცოტა სხვანაირად უყურებენ, ხო იქ აი ამ პროცესებს და ეს უყურებ მარაზში გადავიდათ, მე ამის თქვა მინდა რომ ეხლა ეს არ არის რაღაცა შეიძლება ადამიანი ეხლა კოსმოპოლიტური აზროვნება გქონდეს და უყურებდა რაღაცა ის რომ რაღაცა ადამიანებმა ერთმანეთს ყველას გვიყვარდეს ერთმანეთი. რაღაცა ეს ის გქონდეს, მაგრამ რაციონალიზმი ხო არ უნდა დაკარგო ეხლა ადამიანი რომელიც რაღაცა ადამიანი ამ მიგრანტების უფლებებზე რო ისაუბრებ. აი ამ ტიპის მიგრანტების უფლებებზე ადამიანებს აუპატიურებს ქალებს და რაღაცა საზღვრობებს ჩადის იქ და გამოდიხარ მე და რა ვიცი ამათ დეპორტაციას რო აპროტესტებ ქვეყნიდან ეგ არა რაც ყველანაირ ანუ რაციონალიზმსა და რაღაცაები ხო, მაგრამ ნუ ალბათ გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ამ შემთხვევაში. სხვა შორის შემდეგი ნიუსი არის გადავიდეთ და ძალიან საინტერესოა უკვე შესაბამისად ნუ შემაჯამებელი თქვა და აი კიდევ ერთხელ ეს თემას რომელსაც ახლა ჩვენ შევეხებით უკვე ეს ოფიციალური მხარეა რომელიც ადასტურებს უკვე აქედან გამომდინარე დღევანდელი გერმანიის მთავრობის მიმართ მიდგომებს და მოდი ვთქვათ და ყველაფერი შეიძლება და იგულისხმება ამ საკითხში. მოდი ვთქვათ რომ ახალი გამოკითხვა ჩატარდა, რომელიც ჩაატარა ინსტიტუტმა იუგომ. და ეს არის გამოკითხვა თუ როგორი რამდენი პროცენტიანი ნდობა აქვს რიგ პარტიებს და დავიწყოთ მაგალითად ამ გამოკითხვის შედეგები ჩვენ ვთქვათ რა. მოკლედ ახალი გამოკითხვის თანახმად პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი გაიზარდა და 39%-მდე მივიდა. თან ნუ დაგავიწყდება რომ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხო
საკმაოდ ისე მზარდი გახდა 39%-ზეა მათი რეიტინგი უკვე მისული მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მე რა ბოდიში მთელი ქვეყნის მასშტაბით არის კი ბატონო მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ეს გამოკითხვა კონსერვატიული ბლოკი და კავშირი გერმანიის მოქალაქეების 20% უჭერს მხარს სოციალ-დემოკრატებს 12% უჭერს მხარს სვანეებს კი ამომრჩევლის 15% ასევე მემარცხენე პარტია 12% რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, რომლებიც ბოლო არჩევნებში 5%-იც კი ვერ გადალახეს, უკვე ამომრჩევლის 5% გარანტირებული აქვს. ანუ 5% რეალურად უჭერს ხარ. ბუნდესტაგში დაბრუნებები ესე იგი, ხო? ხო, ეხლა არის ძალიან საინტერესო, რაც შეეხება გამოკითხვას თუ რამდენად კმაყოფილი არიან კანცლერის ფრიდრიხ მერცის მუშაობით, დადებითი პასუხი ამ კითხვაზე ისევ დაბალია. საკმაოდ დაბალია და მხოლოდ 12%-ია ეს რომ იცოდე. ფრიდრიხ მერცის მიმართ. ანუ ვის მოწონს მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის მართვა, მხოლოდ 12%. 11%-ს მოსახლეობის აქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიურად ყველაფერი გამოსწორდება. წარმოიდგინეთ. 12%-იან დობა ფრიდრიხ მერცის პლუს 11, ანუ სადღაც 23%-ია ცოტა პოზიტიური და დანარჩენი არის 11%-ს აქვს პოზიტივი და ამავე დროს 65% მოსახლეობის ფიქრობს, რომ ყველაფერი უფრო გაუარესდება. ეს არის გამოკითხვა, რომელიც ჩაატარა ინსტიტუტმა იუგომ და ვფიქრობ, რომ დღეს აიცოდნენ და თეიგო მაგალითად, თუნდაც ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს მეგობრებს როცა ვხვდები, როცა ვესაუბრები და ესენი იქნებიან თქვა გერმანიის მოქალაქეები თუ თქვათ, იგივე თქვათ, მიგრანტები, რომლებიც იმ პროფესიით მუშაობენ, აგრძელებენ მუშაობას, ხო? ამაზე როცა ვსაუბრობ, რეალობა ეს არ არის ის, რომ ეხლა ჩვენ მაგალითად ვთქვათ, რომ აი კვლევები რო არის ჩვენთან, რა ქვია, არჩევნების წინ რომ ხან პარტიას აქვს თავისი და საკმაოდ ნდობა გამოცხადებული ინსტიტუტები არიან და რეალობა მართლაც არის. კი, რა თქმა უნდა, ეს არის. მიუხედავად ყველაფრისა, ფრიდრიხ მერცი მაინც აკეთებს და აღჟღერებს იმ ინიციატივებს, რომელსაც აღჟღერებს და ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ, აი ეს არის რეალობა და ეხლა მისი ის მონაცემები, რომელიც ჩვენ თქვით ეხლა და 65%, რომელიც ფიქრობს, რომ უფრო გაუარესდება სიტუაცია, ესეც სამწუხაროდ საკმაოდ რაციონალურია და იმ ფონზე რაც ეხლა ხდება, რომ არავინ არ ფიქრობს ევროპაში უკრაინის ომის დამთავრებას პირიქით საოცრებები ხდება ამაზე ვისაუბრებ, ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ამ თემას საუბარი, მაგრამ თქვენი კომენტარი საინტერესო ამ კვლევას. არა, რა თქმა უნდა, თქვათ, პირველი ის რომ AfD-ს გაზრდილი რეიტინგი ალბათ ზუსტად აი ამ ირაციონალური, სხვა დანარჩენი სისტემური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ირაციონალური გადაწყვეტილებების პირდაპირ პროპორციული შედეგია და როგორც ჩანს ეს პარტია მართლა მყარად ხდება ნომერ პირველი პარტია გერმანიისთვის და ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. მაგრამ აი არ შემიძლია არ გამოეხმაურებ ნეგატიურ განწყობებს 65% მოსახლეობის რო აცხადებს რომ მას აქვს რაღაც უარესის მოლოდინი, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ გერმანიისთვის, აი საქართველოსთვისაც კი. აქაც რო ჩაატარო გამოკითხვა მოსახლეობის 65%-ს კონდეს მოლოდინი რომ ხვალ კიდევ უფრო უარესად ვიქნები, არ ამგონია რომ ეგ შედეგი მივიღო. ნუ ამას აქ შეიძლება თავისი ის ახსნას რომ ჩვენ ისედაც დავიტანჯეთ ამ ყოფით და რაღაც პოზიტივი და იმედი გვასულმულებს მომავალი დღის, მაგრამ როგორც ჩანს გერმანელები ემზადებიან უარესისთვის, ხო? ეხლა თან ამ ხალხს ჩვევია სწორედ აი რაციონალური ცივი გონებით მსჯელობა, ცივი გონებით დასკვნების მიღება. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თუ აკეთებს ესეთ დასკვნას, როგორც ჩანს მოლოდინი მართლაც აქვთ ასე. კი ბატონო, ხო, რთულია სხვა მოლოდინი კონდეს, ხო? ეხლა მე მესმის გერმანელი ხალხის, მაგრამ აი ყველაზე საინტერესო არის ზუსტად ეს, რომ ფაქტობრივად ეხლა ჩვენ თუ აი ამ კვლევის შედეგებს დავეყრდნობით და რა ვიცი რატომ არ უნდა დავეყრდნოთ, ფაქტობრივად ეს მემარჯვენე შემოbrunება, რასაც ქვია გერმანიაში, ფაქტობრივად ფორმდება, ხო? ეხლა 39% AfD-ს და 20% კონსერვატიულ ბლოკს ეს ნიშნავს, რომ მთელი 60%, ესე იგი, ამორჩევლის, ხო? კი, ხო და აქედან გამომდინარე
ეს შემოbrunდება ეს AfD თან ჩვენ გვახსოვს ხო ეს AfD-ს როდესაც გამოჩნდა აქტიურად ეს პარტია ხო ეს ხდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ხო და რაც პროპუტინისტო პროფაშისტურ ასე ვთქვათ პარტიად მოიხსენიებდნენ აგზავნოს უპირებდნენ ხო და უცებ აღმოჩნდა რომ ეს პროპუტინისტური და პროფაშისტური ასე ვთქვათ მათი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა პარტია თავარი ოპოზიციური პარტია ხდება ჯერ ხო იმის გამო არჩევნები არ ჩატარებულა ხდება მთელს გერმანიაში და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გერმანელი მოსახლეობის ხარს უჭერს სწორედ ამ პარტიას და ეს თორსა მემარცხენე ბლოკის ეს რღვევა რასაც ქვია AfD ისა სოციალ-დემოკრატიული პარტია მწვანეთა პარტია და მემარცხენე პარტია Die Linke როგორც ეძახიან ხო გერმანელები ეს მიუთითებს აი უსუშურ და რაზეც წაღავს საუბრობდით რომ აი ირაციონალურ პოლიტიკაზე როდესაც ამ ადამიანებმა რაღაც საკუთარ აბსურდულ იდეებს რომელსაც მაინც დიდი მარა აქვს მემარცხენეობას და პირდაპირ შეიძლება ამის თქმა აი ამ აბსურდულ იდეებს კი ხო გოზე ხდება ხო რომ აი ამ ადამიანებმა აი ამ თავიანთ აბსურდულ იდეებს გადააყოლეს გერმანელი ხალხისა და გერმანელის ინტერესები და ძალიან ლოგიკურია ის რაც ახლა გერმანიაში ხდება ხო და თან ბარემ ხო უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზეც და კონტექსტ შემოვიტან უბრალოდ რომ თემაზე გადავიდეთ აი თან იმ რეალობიდან გამომდინარე დავუშვათ იგივე გერმანიაში ხო რა მომავალსაც გერმანიას უწინასწარმეტყველებენ თავად გერმანელი ლიდერები რა იწერება ევროპის მომავალზე და იმ ნუ მე ზელენსკი ამის საფუძველს იძლევა და საბაბს იძლევა და ამაზე ვისაუბრეთ რომ დავუშვათ აი ძალიან ბევრი წერს უკვე ღიად საუბრობს რომ გერმანია მაგალითად მათ შორის აი აქტიურად ემზადება რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის და ომისთვის ხო აი ახლა ამას როდესაც და თან მერც იყავს ლიდერად ამას როდესაც უსმენ კითხულობ და ხედავ იმ პოლიტიკურ ელიტას რომელიც არის მართველი და თუად მარტივად წარმოსადგენია უпростоრად თუ რატომ არის 65% უარესის მოლოდინში გერმანიაში ვიდრე კარგის კი ბატონო კითხვა მექნება უბრალოდ ამოწურე შენ და შეგვიძლია გადავიდეთ დაუშვათ აი ბატონო მე აი ბოლო სტატისტიკა რადგან სტატისტიკა ვახსენეთ სულ ხალხს ვთხოვე აი ხა პარალელურად ჩვენ მეგობარს ჩვენ კოლეგას ვთხოვე და უბრალოდ სტატისტიკა ასევე ძალიან საინტერესო მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მაინც ჩვენ გერმანიაზე ვქონდა ჩვენ მაინც დღევანდელი თემა და გვაქვს ალბათ სულ ნახევარსაათი ჩვენ უკვე დავამთავრეთ იმიტომ რომ მნიშვნელოვან საკითხზე მივედით უკვე ყველანი საათი უკვე ვისაუბრებთ უკვე თუ რატო უტოვებს კიდე რატო რჩება 65%-ში მოქალაქეებში ის რომ არაფერი არ გამოკეთება გერმანიისთვის აქ არის ერთი ძალიან საინტერესო რამ ასევე ჩატარდა კვლევა და დაიდო ოფიციალური საბუთია თუ რამდენმა პროცენტმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა ანუ 2025 წლის მონაცემებით აი ძალიან საინტერესოა ამას ჩვენ მაყურებელსაც რო უთხრათ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ჩვენ ვღავთ ინფორმაციას რომელიც რეალურად არსებობს ახლა გერმანიაში და მე პირადად აქ ვარ და აქედან გეუბნებით 2025 წლის მონაცემებით გერმანიის მოქალაქეების მიღების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა და ის 332,000-ზე მეტმა უცხოელმა მიიღო რომელიც 14%-ით მეტია ვიდრე 2024 წელს იყო საინტერესოა როგორია სია ვინ მიიღო ეს მოქალაქეობა უნდა აღინიშნოს რომ უმრავლესობა ამ უცხოელებიდან არიან სირიელები თურქები მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე არიან რუსები როგორც ანალიტიკოსები ამბობენ და თვლიან ამიერიდან ყოველი მეხუთე გერმანიის მოქალაქე წარმოშობით სირიიდანაა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ყოველი მეხუთე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ორჯერ მოიმატა ამერიკის მოქალაქეების მხრიდან გერმანიის მოქალაქეობის მიღებამ. რატომ მოვიყვანე ეს და რატომ ვთხოვე თქვა ჩვენს მეგობარს ფრიდრიხ კლაუდეს რომ თქვა აი ეს მონაცემები ზუსტი ჩაედო ჩვენთვის და ცოტნე მიცის რომ ჩვენ ხშირად აი ხა ცოტნესაც ჩვენ კი ამბობთ რომ ის მემარცხენეა და თქვა ამის როგორც ერთგული მემარცხენე ჩვენთვის ანუ კიდევ რჩება ანუ გარდა იმისა თქვა გასაგებია რომ სირიელმა მოქალაქეების უმრავლესობა მეტია უცხოელების მიიღეს მაგრამ და თურქებთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით მაგრამ ანუ მიმზიდველი გერმანია თუნდაც აი ამ პირობებში რადგეც ხდება მაინც არის ეს მიუთითებს რომ გერმანია
ისევ დავარცხნილ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს. ნუ მე ვამბობ უკვე აი რა იმიჯი მისი ისევ არის. ასევე პირველი რითიც დავიწყე. კანონთან ურთიერთობა, მართლმსაჯულება და ის ბიუროკრატია რომელიც აქვს, რომელიც აი ძნელი იშვიათია მაინც რაღაცა კორუფციული მერაბ ეხლა რაც გინდა დაემართოს გერმანიას გასაგებია კრიზისია პრობლემაა მაგრამ ეხლა წარმოიდგინე შენ იმ სირიელი მიგრანტის ადგილას თავი რომ ორი არჩევანი რო გაქვს რომ ან უნდა დარჩე სირიაში სადაც სამოქალაქო ომია ან აი ცოტა კრიზისში მყოფ გერმანიაში წახვიდე არა ფული გასაგებია არჩევა სოციალი რომელიც მათ ენიშნებათ ვიდრე მოქალაქეობას აიღებენ ის პირობები რომელსაც გადიან აი როგორ გითხრა მაგრამ მათთვის ეს არის აი როგორ გითხრა რა ეხლა მე არ ადამიანს არ ვაკნინებ ვიქიდან გამომდინარე თქვა მithumetes ეროვნები და თუ რავი მაგრამ წარმოგიდგენია სიზმარში როგორც ნახავდა X-დაც რაც ხდებოდა სასუფეველი არის მაგათი რა პირობებში მოდი რა გერმანია მაინც ითვლება რაღაცა იმიჯი მაინც მისი არის და მაინც არის მოთხოვნად იქვეყანა როდა მესამე ადგილზე არიან რუსები და რუსეთის მოქალაქეობას მიიღება რომელსაც მიიღეს გერმანიის მოქალაქეობა და აი ბოლოსკენ რო უკვე ჩვენ შევაჯამო და გადავიდეთ თავასაკითხზე ჯიშვილთან დაკავშირებით ხო ჯიშვილთან დაკავშირებით ეხლა აი ჩვენ ვისაუბრეთ და ცოტა და შენს ახსენა ფრიდრიხ მერცის დამოკიდებულება და აი გერმანიაში 65%-ის განწყობა რატო არის რომ კარგი არაფერი არ იქნება მოდი ვთქვათ რომ გერმანიის უდიდესი თავისუფლება დაიწყო იმ ომმა რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის რატომ პირველი კითხვა გერმანია ევროკავშირში იყო პირველ ადგილზე ყველაზე მყარი და ძლიერი ქვეყანა ლიდერი ევროკავშირის თავისი ინდუსტრიით თავისი მოწყობით თავისი ისევ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ რა ვიცი გერმანიის მოქალაქეების განსაკუთრებული ცხოვრების წესით პირველი რატომაც ზიანი შეუქონა ამან ეს იყო რა თქმა უნდა ეკონომიკური დანგრევა იმიტომ რომ ყველაზე მთავარი 82% დაახლოებით გერმანია იდგა იმ ბუნებრივ რესურსებზე რომელიც მოდიოდა რუსეთიდან და მეორე რა პრობლემა შეექმნა ეს არის მიგრანტები მიგრაცია კი მერკელის პირობებში შემოვიდა ბევრი და მერკელმა თავი 16 წლიანი კარიერა დაასრულა ისე რომ მილიონამდე მიგრანტი შემოვიდა მაგრამ მერკელის შემდეგ ეს უფრო ღია გახდა და რა თქმა უნდა ეს ორი პრობლემა 65% რომელიც ვერ აღელოდება კარგს და მithumetes როცა ვიცით რომ 12% უცხადებს ნდობას მერს ახლა როგორ ფიქრობ წარმოიდგინეთ გერმანიის ეს 65% მოქალაქეები იღებენ ინფორმაციას ისმენენ რას ფრიდრიხ მერსმა განაცხადა რომ ისინი აგრძელებენ მხარდაჭერას უკრაინის და მეტიც გამოყოფილია 400 მილიონი ევრო რომელსაც მერცი გერმანიის გადამხდელებიდან გერმანია გამოყოფს გადასცემს ეხმარება უკრაინას შეიარაღების შეძენაში და აქედან 200 მილიონს ხაზგასმით ამბობს ის 200 მილიონს ამერიკულ შეიარაღებაში გადაუხდის რაკეტსაწინააღმდეგო და რაკეტ საჰაერო დაცვის სისტემაში ამერიკული წარმოშობის იარაღს იყიდის განარჩენ 200 მილიონს კი დაეხმარება რომ შიგნით განავითარონ მათ ეგრეთ წოდებული თავდაცვის სისტემები. აი ხა კითხვას სვავ. მე არ ვამბობ, თქვა, შეიძლება ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს, რომ ეხლა მერაბ ჩიკაშვილი გერმანიიდან აუ აკრიტიკებს მეც. არაფერი. მე მოვიყვანე სტატისტიკა. 65%-ისთვის ხვალ ზედ უკეთესობა არ არის, ხო? შესაბამისად, ხომ ლოგიკურია, რომ აი ეს 65% რომელიც ხედავს თუ რატომ დაიხია უკან გერმანიის ეკონომიკამ. რატო არის უმუშევრობა? რატო გადიან და გავიდნენ უდიდესი წარმოებლები? მე ვამბობდი და ადრე ვთქვი, დაიხურა კაშტატის მაღაზიები, რომელიც არ ვიცი მე ძალიან ძლიერი იყო, სადაც დასაქმება იყო უდიდესი, ხო, კაშტატი არის უნივერმაგის ტიპის გერმანული ბრენდი მაღაზია, რომელსაც ჰქონდა ყველა ქალაქში იყო ფაქტიურად. დღეს შეიძლება ითქვას, რომ რა ვიცი, 10% დარჩა. დღეს მოვისმენე ინფორმაციას სხვა შორის და დღეს ჩემი ოჯახისევრები როცა უსმენდნენ, ხო? ალდი არის ძალიან სერიოზული სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ფაქტიურად არის ძალიან პოპულარული გერმანიაში. ალდის ექნება პრობლემები და ის ცდილობს ნელა გავიდეს ბაზრიდან, ანუ ქალაქებიდან. ამას ყველაფერს რომ ვამბობთ, ეს არის სტატისტიკა, რომელიც იმ 65%-ს, რომელსაც სტუდის მოლოდინი აქვს, ისმენს მორიგრას მეცისგან, რომ ისე ომში უნდა დაეხმარონ და მათი ფული
ამ ხალხის ფული, გერმანელი გადახდელების ფული, ჩემო ცოტნე და თენგო, მიდის ისევ შეიარაღებაში, ისევ ზელენსკის, ისევ უკრაინის, როგორ აღთქვა. მე მაგას აქვს პასუხი, მან და არის ჩემი აზრით პასუხი, რაც უკვე კარგად ესმით, მათ შორის და ჩემზე კარგად ესმით გერმანელებსაც, რომ ეგ სინამდვილეში მაგას არ ქმევენ, რომ აი ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, თორე არანაირ უკრაინასთან დახმარებაზე არ არის საუბარი. ეს არის მათი ომი უკვე. ეს არის აქ სინამდვილე. რომ აი როცა მიდის საუბარი, რატო აძლევს მერცი უკრაინელებს ფულს, რომ რუსებს არ მერცი უკრაინელებს კი არ აძლევს ფულს, ის ფულს იხდის რუსეთთან ომში, იმიტომ რომ ეს გერმანიისთვისაც უკვე ომია. გერმანია რეალურად ომში არის, არა მხოლოდ გერმანია, მთელი დასავლეთი. ანუ ეს ღიად უნდა იყოს ალბათ. რა თქვა მე მათი მხრიდანაც, ნუ დაარქმევენ ამას ეხა მართლა იარაღს უკრაინელი გამოკრავს თუ კონგოელი სასახლეც ალბათ არანაირი განსხვავება არ არის თუ ამაში არის გერმანული ფული გადახდილი, ფრანგული ფული გადახდილი, ეს ნიშნავს რომ ეს ქვეყნები მონაწილეობენ სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგობაში. გეთანხმებით, თან უბრალოდ აი რა უნდა გავმიჯდოთ იცი რომ ჩემი აზრით რომ აქ საუბარი უნდა იყოს რაზე რომ ეს არის გერმანელი ხალხის და გერმანული სახელმწიფოს ინტერესი ეს ომი თუ აქ არის საუბარი იმაზე რომ ეს იმ ელიტებს ჭირდება და იმ ელიტების ინტერესია რომელიც დღეს გერმანიას მართავენ. ანუ ეს მე რასაც ამბობს და რატომაც აქვს 65%-ს უკმაყოფილება თავშოთ გერმანიის მოსახლეობის არის ის რომ ისინი ამას საკუთარობად არ თვლიან და იდეაში რიგითი გერმანელის ომი ეს არ არის. ხო ეს არის იმ ელიტების ომი რომლებსაც ჭირდებათ ეს იმისთვის რომ როგორღაც აი ამ ომის ისე დამთავრდეს ეს ომი ხო ანუ ის უნდა მოახერხონ რომ ისე დამთავრდეს ეს ომი რომ ამ ელიტები ძალაუფლება შენარჩუნდეს არა მოდი ცოტნე ესე აი გეტყვი ამის მაგალითი ეს ომი თუ დამთავრდა დასავლეთის მხარის გამარჯვებით ყველაზე მეტად ამით იხეირებს გერმანიას ზუსტად იმიტომ რომ გერმანია იქნება პირველი ვინც დაეპატრონება აი ეს ომი უზარმაზარ რესურსებს ხო ასე ხედავენ როგორ წარმოგიდგენე ხა ძალიან კარგად ესმის გერმანელებს რომ ეს ომი ვერ დამთავრდება დასავლეთის გამო როგორ ეხა რანაირად უნდა დამთავრდეს რუსეთის დაშლით ეხა იმაზე კი არა ლაბარაკი რომ მოსკოვს დაიპყრობენ უკრაინელები მაგრამ მოხდებაში დადესტაბილიზაცია არ ამგონია რომ მათ ეს წარმოდგენები გქონდეთ არ ამგონია მე სხვა რაღაცის თქვა მინდა უყურე ესე შეხედ ის რეალობა რაზეც ეხა ჩვენ წინაზეები საუბრობთ და მე რა სტატისტიკაც მოიყვანა ხო შიდა კვლევები რაც არის პარტიების კვლევები ხო 40% მოსახლეობის გერმანიის მოსახლეობის 40% რომ პროწყალებში პროპუტინის პრორუსული აივდებს ხარდამჭერი ხდება ხო ეს მიანიშნებს ზუსტად იმაზე რომ ზუსტად ადგილობრივი გერმანელი იქ ცხოვრები გერმანელი რომელიც გადასახადებს ჯიხტის და ხედავს რომ ჯერ ეს ერთი ხო ანუ არ არის ხა იქ თანამედროვე ევროპული ცივილიზაციაც ეხა რა სახეც აქვს მიღებული მოგწონს არ მოგწონს ცოტა სხვა შინაარსის მატარებელია და ბევრად უფრო ჰუმანისტური ცივილიზაციაა და არა ეხა რო შეადარო დაუშვათ აი სხვადასხვა სახელმწიფოები ხა ბრძოლის განწყობა და ბრძოლის ჟინი გერმანელზე მეტად ჩვენ ალბათ უფრო გვაქვს რუს უფრო აქვს უკრაინოს უფრო ექნება და რაც უფრო ესე ვთქვა პერიფერიისკენ წამოვართ ცენტრიდან ხო იქ რიგით გერმანიას ბელგიას ნიდერლანდელს ფრანკს ეს გასაგებია კარგად რო ცხოვრობენ მე რა გეუბნება და რა გინდა ხო და ზუსტად ეს არის რომ თავარი რა არის და რატო მე ისიც ხა მინდა რა უცები თქვი რომ აი აივდეს რატო აქ ეს ხარდაჭერა რომ იმიტომ რომ გერმანელები ხვდებიან რომ მათი ინტერესი გერმანელი ხალხის ინტერესი და მერცის და შოლცების და ვიღაცების ინტერესი ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში მოსული ის რაც არის მერცის ინტერესში არ არის გერმანიის ინტერესში აი ამას მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არის აი ამ განწყობაზე როგორც ჩანს იმიტომ რომ AfD-ს როგორც მოვისმინეთ 39%-იანი აქვს და ახლა გერმანიაში 100% ხარდაჭერა ჰიტლერის მერე ჰიტლერსაც არ ქონია გას ჰიტლერს 50%-იც არ შეცვალა რომ მე ყველა პარტია გააუქმა და მხოლოდ ის პარტიას ჰქონდა 100% ეგ სხვა ისტორია. იცი როგორ რაღაცა იცი თენგო და ცოტნე. კიდევ ერთხელ ჩვენ ეხა საბედნიეროდ გერმანიაში არ ცხოვრობს ის ხალხი და არ არის ის ნუ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დაბალი იქნება პროცენტი. აქაც არიან twin გამორიცხილი ლიბერალები რომლებიც მაგალითად გონიათ რომ რაღაცა მოხდება მაგრამ საბედნიეროდ აქის ხალხი არ ცხოვრობს როგორც ჩვენთან მაგალითად ბევრს არის რიცხვი ჯგუფი რომელსაც გონია რომ ის კი არა რომ ომს რუსეთი წააგებს არამედ საერთოდ რუსეთის იმპერია დაიშლება ეხა ხვალზე და რუსეთი აღარ იქნება და მერე იქნება რაღაც თუმცა ეს კი არ გონიათ ეს უნდა და უბრალოდ ეშლებათ რომ სურვილები არ ემთხვევა ხანახარი ნუ ეხლა იცი რა არის რომ წარმოვიდგინოთ აი მაგალითად რომს წარმოვიდგინოთ აი რაციონალურ მსჯელობაში რომ შემოვიტანოთ და ჩვენ რო ეხლა თუნდაც აი გერმანელებს კოლეგებს ექსპერტებს კაცო რაიხსტაგში გამოდიან
არაერთი განცხადება ვიცით ჩვენ და საქართველოშიც გვითარგმნიან ჩვენ და დღესაც გამოდიან დეპუტატები, აქ არ არის საუბარი ალტერნატიული გერმანიისთვის ლიდერზე და ასე. გამოდიან და პირდაპირ ეუბნებიან მეც, რომ სწორედ აი ამ პოლიტიკის გამო დაანგრიე ყველაფერი და გერმანიის მოქალაქეს, გერმანიის გადამხდელ მოქალაქეს აქვს პრობლემები. დღეს აქ გამოდიან, მაგრამ აქაც არიან მაგალითად ხალხი, რომელსაც რო კითხო ეს ჰიპოთეტურად წარმოიდგინო, ხო, თეორიაშიც კითხო. დაუშვან. დასავლეთი კი არ მოიგებს ამას. ნუ მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს იმას, რა სურვილის ტრამპსა. ტრამპმა მიაღწია სურვილს, რომ 450 მილიონიანი ევროკავშირი, ევროპა, ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი მისი ამ მდგომარეობაში ჩაეგდო, ტრამპს არ გულისხმობ მე ამ შემთხვევაში. არამედ იმ დემოკრატებს, რომლებიც იყვნენ, თუმცა ეხლა ტრამპმა რო ეს არ გამოიყენოს, ნუ ამას ეხლა ჩვენ ხო არ დაუწყებთ არა იმას გამოიყენებთ თუ არა, მაგრამ ის რომ გერმანიის დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები ვინც არიან, ისეთები აღარ არიან და ზოგადად ევროკავშირს, ევროპას ნომერ პირველი პრობლემა აქვს ლიდერებში და იმ პოლიტიკოსებში, რომლებიც სამწუხაროდ აღარ არიან, კოლი, არ ვიცი მე, შროდერი და ასე შემდეგ ვინც იყვნენ, ნათელია. ხო? თორე მოსახლეობის უმეტესობა რაციონალურად მსჯელობს და ფიქრობს. დღეს რომ შენ გერმანიის მოქალაქეს, რომელიც ელოდება რომ ეკონომიურად რაღაც გამოსწორდეს, პირიქით იმას ისმეს ფრიდრიხ მერცისგან, რომ ეხლა ჩვენ კიდევ 200 მილიონს მივცემთ ამერიკელებს, რომ ჩვენი ფულით უყიდონ იარაღი უკრაინელებს და კიდევ 200 მილიონს მივცემთ უკრაინას. ფონ დერ ლაიანი, მერცი, მაკრონი დღეს ევროპაში ვერ არიან და ვეღარ იქნებიან ის ლიდერები, როგორებიც იყვნენ, თუნდაც მერკელი ვის იყო, რომელიც ისე თუ ასე გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც მიგრაციის კუთხით შემოვიდა და მის დროს დაიწყო სირიელების ომი, ნუ ხო ხდები როგორ შეიძლება იყოს, თორე აი კადრები ეხლა ჩვენ ვხედავთ, მერცი ჩუქნის მაისურს. ეს არის კადრები G7 სამიტიდან, კი. ხო, სამიტზე, სადაც აი მერცის დამოკიდებულება ეს არის. რომ რაღაცა აი ამას ასე პოპულისტობს, თორე ტრამპი ეხლა რა თქმა უნდა მიიღებს ყველა საჩუქარს, თუ ევროკავშირი დაიშლება და ევროკავშირის ეკონომიკა დავარდება, რატომ უნდა თქვა ტრამპმა ამაზე უარი, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი სულ იყო, რომ კონკურენციაში ყოფილიყო რუსეთთან, ჩინეთთან. ჩვენ რა ეხლა სხვა რამეს ვხედავ? გერმანიაში არ დარჩა ბრენდი, რომელიც არ გავიდა ჩინეთში. აი როგორ ამთქვა მეტი? გერმანია, რომელიც ცდილობდა რომ სიმბოლურად შეენარჩუნებინა მაგალითად პორშეს ქარხნის წარმოებელის ერთი მიმართულება კაენი პორშე კაენი შეენარჩუნებინა და ის მაინც დაეტოვებინა რომ წარმოებინა გერმანიაში და ბოლო-ბოლო ერთ რამეზე მაინც ყოფილიყო ნიშანი რომ წარმოებულია და შექმნილია გერმანიაში ისიც კი გავიდა ჩინეთში ანუ იზოლებით უწევს, თორე გერმანელებს ვასწავლით ახლა ჩვენ პიარი არის და რას ნიშნავს რომ ეტიკეტზე რო იქნება დაწერილი რომ გერმანიაში ეს ქარხანა, გერმანიაშია დამზადებული. რასაც ქვია ადრე რო იყო made in Germany, ადრე იყო ჩვენ ბავშვობაში იყო made in GDR და made in FRG. ჩვენ ბავშვობაში აღარ იყო, უკვე შენ ძალიან შორეული ბავშვობა. და ჩვენ დამთავრებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა რომ იმიტომ კი არა რომ ჩვენც მონაწილეობთ ჩვენი ქვეყანას და ჩვენ ქვეყანაში უფრო მეტად კიდე, იმიტომ რომ იქ ხო საერთოდ რა ხდება და როგორ ხდებოდა და რა ვიცი. ეხლა არ ვიცი მე როგორ აპირებენ რას იზავენ, მაგრამ სწორედ აი ამ მიდგომებმა, სწორედ იმან რომ მოსახლეობის დაკნინება, არასწორი პროპაგანდა, აი რუსეთი ხვალ დაიშლება, აი ზეგ პუტინი აღარ იქნება, აუ ჩვენ ევროპაში შევალთ, აუ ჩვენ ევროკავშირში შევალთ, ჩვენ ვიქნებით ადრე, ჩვენ გვეწერება ეხლა რომ მოქალაქეები ვართ, ამა და ამის და არის ხალხი ცხოვრობს საქართველოში რომ ნეტა გერმანიას დავეყარითო ლუდი გვექნებოდა მაგარიო და დავიცი კიდე რაღაცა მერსედესი გვივლიდითო ნუ აი ამ სისულელეებიდან გერმანული მოსახლეობა გათავისუფლებულია სწორედ თუნდაც იმ მაგალითზე ვამბობ რომ 65% სწორად და რაციონალურად თulis რომ ამ პოლიტიკიდან და აი ამ მართლებიდან აი ამ ტიპიური მართლებიდან გამომდინარე ვერ იქნება კაი შედეგი მეცაც გეტყვით როდესაც მე საუბრობდი სტატისტიკის წარმომადგენლებთან ასევე აი მე მგონი ციფრი იყო დასახელებული რომ 2051 წელს ნიშნული უმუშევრობის ანუ მუშახელის და ასევე კლება დემოგრაფიის მალევე იქნება 85 მილიონზე აღარ არის საუბარი გერმანიაში ცხოვრობს
91 მილიონამდე ჩამოვაო. არის ასეთი წინასწარი კვლევების. ეს ყველაფერი ხო მოქმედებს ბუნებრივად. ამის ნომერ პირველი გამომწვევი მიზეზი რა არის? კითხვა რო დავსვათ. აი, რატო ვერ ვითარდება ადამიანი, შობადობა რატო არ ხდება? რატო? იმიტომ რომ შესაბამისი პირობები აღარ არის ისეთი, რომელიც ჰქონდა ამ ქვეყანას და იმსახურებს ეს ქვეყანა. გერმანია, როგორც სხვა ქვეყნები, როგორც ჩვენი ქვეყანა, იმსახურებს რომ გრადად იდგეს ფეხზე და იმ სარგებელი კონდეს, რაც ჩვენ გვაქვს და ის პოტენციალი იმსახურებს ეს ქვეყანას. იყო გუშინ და გუშინ წინ ქარხნები, სავსე, იყო მაღაზიები სავსე, იყო სხვანაირი მიდგომა სოციალური კუთხით. გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც იხდიდნენ და პროგრესული გადასახადი დაბეჭდა, ვიცით აქ როგორც არის. შესაბამისად, სწორად იცოდნენ სად მიდიოდა ეს პული და სად მიდის, მაგრამ სოციალური პოლიტიკა გერმანიაში ძალიან მაგარი იყო. მარტო ერთ მაგალითს გეტყვით. ჩემი ოჯახის პირობებში გეტყვი, მაგალითად, 3ჯერ და 4ჯერ გაიზარდა მიწის გადასახადი ამ ომის მერე. გაიზარდა არაერთხელ სხვადასხვა ბიუროკრატიის გადასახადები, მიწის იქნება ეს თუ გზავრობის და ასე შემდეგ. დაზღვევა იქნება თუ ასე შემდეგ. ეს ხო გერმანელ გადამხდელს დააწვა კისერზე და კითხვა ისმის, რატო ხდება ეს? რატო რის მერე მოუვიდა? იმ ომის მერე, რომელიც ხელოვნურად არის და ბუნებრივად არის, გრძელდება და არავინ არ ფიქრობს დამთავრებაზე. მეტიც არავინ არ ფიქრობს დამთავრებას კი არა, მერაბ ისეთი ამბები არის მაგ მხრივ და ალბათ უნდა ვაჩვენოთ ესეც ჩვენს ტელემაყურებელს. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც უკრაინამ მიაღწია გარკვეულ წარმატებას ბრძოლის ველზე, გულისხმობ მოსკოვის, რუსეთის დედაქალაქის დაბომბვას, წარმატებულ დაბომბვას, რაც განხორციელდა 2 დღის განმავლობაში მოსკოვის თავზე, დაფრინავდნენ უკრაინული დრონები, იყო შავი კვამლი და ამან იცის ახლა მთელი მსოფლიო მოიცვა აი ამ კადრებმა. ამის შემდეგ მე რაღაც დამჭა შტაბეჭდილება, რომ ერთგვარად ზელენსკის ცოტა მადა გაეხსნა. იმიტომ რომ პრაქტიკულად დაუპირისპირდა აბსოლუტურად ყველა მეზობელს, ვინც ხავს, რაც ჩემთვის ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო, რომ ესეთ დროს პირიქით უნდა ცდილობდე კონსოლიდაციას ძალების. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი მუქარა ბელარუსთან მიმართებაში, რაც ჩემი აზრით ყველაზე უფრო საშიში და საფრთხის შემცველია ამ ხრივ, იმიტომ რომ თუკი ეს მუქარა და ეს ულტიმატუმი, რომელიც პირდაპირ იყო ნათქვამი მოვა სისრულეში, მაშინ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ ომის კიდევ უფრო ახალი ფაზა ესკალაციის. საუბარი არის, რომ ამ შემთხვევაში ზელენსკიმ განაცხადა მისა ერთკვირიანი ულტიმატუმი ლუკაშენკოს, რომ უკრაინის საზღვართან არსებული დანადგარებიო, რომელიც ეხმარება რუსეთს ომის გაგრძელებაში, უნდა იქნასო გათიშული და დემონტაჟი გააკეთეთ. თქვენ თვითონ თორე ამას ჩვენ გავაკეთებთო. ეს პირდაპირ ითქვა. შემდეგ მას ჰქონდა მეორე მიმართვა ხალხთან, სადაც ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა ბელარუსის წინაშე, ასე ვთქვათ, ეს ულტიმატუმი. ჩვენ გვაქვს საშუალება სხვა შორის რომ მოვისმინოთ აი ეს განცხადება ზელენსკის, ვრცელი განცხადება იყო, თუმცა აი კონკრეტულად ბელარუსთან დაკავშირებით რას ლაპარაკობს, მოდით შევთავაზოთ მაყურებელს და შემდეგ დავბრუნდეთ ამ თემის გასარჩევად. ბელარუსი. კიდევ ერთი ქვეყანა, ბელარუსი. უკრაინა არაერთხელ იძლეოდა სიგნალს, რომ რუსეთის მიერ ამ ომში ბელარუსის ჩართვამ შესაძლოა უკიდურესად სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოს. კერძოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ჩვენი საზღვრის გასწვრივ დამონტაჟებულია სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ის ეხმარება რუსებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელონ. ჩვენ უკრაინაში ვიცით ბელარუსში არსებული 4 ასეთი რეტრანსლიატორის შესახებ, კონკრეტულად გომელისა და ბრესტის ოლქებში. სწორედ ასეთი აღჭურვილობების წყალობით განხორციელდა დარტყმები ჟიტომირის, რივნესა და ვოლინის ოლქებზე, ჩვენს ენერგეტიკაზე, ჩვენს რკინიგზაზე, ჩვეულებრივ ქალაქებსა და სოფლებზე. ასევე ჩვენ ვიცით ბელარუსის თითოეული ქარხნის შესახებ, რომლებიც რუსეთისთვის და ამ ომისთვის მუშაობს. თითოეული საწარმო, რომელიც რუსულ იარაღს, ჯავშან ტექნიკასა და სარაკეტო სისტემებს კომპონენტებით ამარაგებს, ისევე როგორც საწარმოები, რომლებიც რუსეთს ომისთვის საწვავს აწვდიან. ეს ყველაფერი ომში ჩართვაა. ბელარუსის ჩათრევა ომში. უკრაინას ეს არ სურს და ჩვენ ფაქტობრივად გავაფრთხილეთ ბელარუსის ხელმძღვანელობა, რომელიც გავლენას ახდენს შესაბამის მოვლენებზე. მთლიანობაში მხოლოდ იანვარ-მაისის პერიოდში ბელარუსიდან რუსეთში ბენზინის მიწოდება 13ჯერ გაიზარდა. თუ მას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ხოლო დიზელის 3ჯერ. სამწუხაროდ ეს ეხმარება
რუსეთს ზეწოლასთან ადაპტაციაში და არ აახლოვებს მშვიდობას. პირიქით უნდა იყოს, მშვიდობა უნდა ახლოვდებოდეს და ბელარუსმა უნდა გააკეთოს ის, რაზეც მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელობა არაოფიციალური არხებით საუბრობს. რათა ჩვენ უკრაინაში რეალურად დავინახოთ, რომ ბელარუსი ნამდვილად ამ ომის წინააღმდეგია. დიახ, ეს ხო განცხადება, რომელიც ზელენსკიმ გააკეთა, ეს მეორე განცხადება არის ბელარუსთან დაკავშირებით, გუშინდელი არის ეს. მანამდე ორი დღით ადრე კიდე თქვა, რომ ერთკვირიან ვადას ვაძლევო ლუკაშენკოსო. ამდენად, როგორც ჩანს, აი ამ მოსკოვზე განხორციელებული წარმატებული ერიშის შემდეგ ზელენსკიმ შეიძლება ჩათვალა, რომ მას უკვე აქვს კარტ-ბლანში იმისთვის, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს და ამ შემთხვევაში თუ კი მოხდება ბელარუსის ტერიტორიაზე გარკვეული სამხედრო მოქმედებები, ამან შეიძლება მართლაც კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს, იმიტომ რომ თვითონ აი ხო უსმენდით რასაც საუბრობს, რომ ის ამბობს, რომ ბელარუსი უკვე ჩართულიაო ამ კონფლიქტში და რუსულმა მხარემ ჩართოო და თითქოს აი ერთგვარად სამიზნედ ასახელებს ბელარუსის სხვადასხვა ოლქებში არსებულ ქარხნებს. საინტერესო არის კიდევ ერთი აი სანამ მოდი კიდევ ერთი რაღაცას მოусმინოთ და მე ეჯობია რომ გავაკეთოთ შეფასება, რომ ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ უკიდურესად გამწვავდა ბოლო დღეებში ურთიერთობა უკრაინასა და პოლონეთს შორის. საკითხი შეეხება ზელენსკის გადაწყვეტილებას ამ ადამიანმა უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ გმირის წოდება მიენიჭებინა ქვედანაყოფისთვის, კერძოდ საუბარი არის უპას ქვედანაყოფზე, ანუ უკრაინელები ამბოხებული უკრაინელების არმია, ასე ერქვა, ეს არის ისტორიული, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი, რომელიც მონაწილეობდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე პროცესებში, მაშინ როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ დაიკავა უკრაინის ტერიტორია, სწორედ უკრაინელი ნაციონალისტების მიერ შექმნილი ბატალიონი არის. ეგრეთ წოდებული ბენდერელები, ანუ აი ბენდერა გაგვიგია ხო? ბენდერას ორგანიზაციის გასამხედროებული ფრთა იყო. და ამ შემთხვევაში რა არის საინტერესო, ალბათ მაყურებელმა კარგად იცის და ვინც არის შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს ინფორმაცია ამის შესახებ, ჩვენს გვიძოს, ჩვენს სოციალში ინფორმაცია ვოლინის ხოცვა ჟლეტის შესახებ, ესეთი აი ამ სახელით არის პირდაპირ შესული, ეს ისტორიული ფაქტი, სადაც აი ამ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 100,000-მდე პოლონელი ამოხოცეს ვოლინში. ვოლინი დღეს არის უკრაინის შემადგენლობაში, თუმცა მანამდე იყო პოლონეთის შემადგენლობაში და იყო ყოველწადაო ტერიტორია, ერთად ცხოვრობდნენ აქ უკრაინელები და პოლონელები, ასე ვთქვათ. და 100,000-მდე პოლონელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი ეს ბატალიონი და მათ მიანიჭა გმირის წოდება ზელენსკიმ. და ამას მოყვა შემდეგ უკვე პოლონეთის პრეზიდენტის რეაქცია, რომ ჩამოართვა ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი, რომელიც მანამდე ეს პოლონური ჯილდოა და ჰქონდა გადაცემული მას. მე მინდა მოვისმინოთ აი ამ ყველაფერზე უკვე ზელენსკის რეაქცია, რომელიც გუშინ გავრცელდა, რას იძახის უკრაინის პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. მე ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. პრინციპში საკუთარი სახელმწიფოს შიგნით, უკრაინელების მიმართ სიძულვილის განწყობების გაღვივების ხარჯზე. იგივე, რასაც ორბანი აკეთებდა. ცუდი ისტორიაა. ფიქრობ, ის ცუდად დასრულდება. დიახ, ცუდად დასრულდება ორბანივით იქცევა ეგ კაციო. ძალიან უცნაურია, ცოდნე მე აი შენი აზრი იქნებოდა ამ შემთხვევაში საინტერესო. ფაქტიურად უკრაინა ვერ ვიტყვი რომ გადაიკიდა, ეხლა მტრად არ ყავს რუსეთის იქით ჯერჯერობით არავინ მოკიდებული, მაგრამ ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს ყველა მეზობელთან, მოლდოვას თუ არ ჩავთვლით, იქაც ნუ გვესმის რომ ეხლა ზოგი-ერთი კავკასიური ქვეყნის არ იყოს, ცოტა კოლონიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უფრო არის, სადაც სუვერენულ გადაწყვეტილებები ნაკლებად მიიღება. სხვა მხრივ ეხლა ბელარუსთან უკიდურესად ფაქტიურად საომარ ურთიერთობაშია, უნგრეთთან ვიცით რა ურთიერთობაც აქვს და აქ ორბანი მხოლოდ არაფერ შუაში არ არის, მათ შორის აი ორბანის დამარცხების შემდეგ ამჟამინდელი ადმინისტრაციას, მადიარის ადმინისტრაციას არ გამოირჩევა პროუკრაინული პოზიციით, პირიქით მადიარმა დაბლოკა იქ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების შესახებ გადაწყვეტილებები. ეხლა პოლონეთი გადაიკიდა და საკმაოდ დაძაბულია უკრაინა-პოლონეთს შორის ბოლო დღეებში ურთიერთობები. მე არ მესმის რას ცდილობს ამით ზელენსკი, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი და ხო არ შეიძლება მართლა ვიხილოთ აი ამ ომის და ესკალაციის კიდევ უფრო გაფართოების ფაზა.
ხო, ნუ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ პირველ რიგში. მოდი აქედან დავიწყოთ. მეორე მთავარი мотиваცია ალბათ ზელენსკის აქვს ის, რომ მან დაუმტკიცოს თავის ევროპელ პატრონებს, რომ აი მე უკვე ვარ ის ძალა, რომელსაც არათუ მარცხდები ომში დაუშვათ, ხო? ეს მოსკოვის დაბომბების ხო ეხლა რას ემსახურება, სინამდვილეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეხლა იქ 50 თუ 100 დრონის თავდასხმა იმაზე მოსკოვის ქალაქზე, ეხლა უკრაინის ომის ბედს ვერ გადაწყვეტს, ხო წარმოუდგენელია. ეხლა შეიძლება იქ ზიანი მიაყენოს, შეიძლება იყოს იქ რაღაცა პრობლემები შექმნას ამანვე, ამბობ რომ პრობლემებს არ ქმნის, მაგრამ ეხლა დრონები თავდასხმას თანამედროვე 21 საუკუნეში ომის ბედის გადაწყვეტა არ შეუძლია, იმიტომ ეს ბირთვულ სახელმწიფოსთან ეს ხო გასაგებია. უბრალოდ ეს რა არის? ეს არის ესეთი კამპანია, PR კამპანია, ასე ვთქვათ, რომელიც ემსახურება იგივე ევროპელ პატრონებს და მათ შორის თვითონ მე ეს ადამიანები, აი ეს არაადეკვატური ხალხი, ვიზაც ეხლა ჩვენ საუბრობთ მერცები და მაკრონები და სხვები, ხო, საკუთარი გერმანელებს და ფრანგებს ამ ადამიანებმა უნდა უთხრა, რომ აი ჩვენ რო იქ ხარჯავთ, აი იქ უკრაინა იგებს და უკრაინა ამარცხებს და ეს რაღაცა, ესე იგი რაღაცა PR კამპანია არის ამისთვის გაკეთებული, რომ თავის მხრივ ზელენსკი ეუბნება თავის პატრონებს, რომ აი მე არ მარცხდები პირიქით, აი მე ბელარუსსაც კი ვემუქრები და მე შემიძლია რომ მასზე მივიტანო იერიში და მეორე მხრივ ამას გამოიყენებენ ალბათ ეს ელიტები ქვეყნის შინით. ან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალიან ბევრი იწერება, ძალიან დიდი ხანია უკვე გერმანია რუსეთის შესაძლო სამხედრო კონფლიქტზე. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჯერ ეს ერთი გერმანია არის ნატოს წევრი სახელმწიფო და თუ გერმანია რუსეთის კონფლიქტი უნდა შედგეს, ეს მხოლოდ გერმანია რუსეთის კონფლიქტი არ უნდა იყოს წესი, ხო, ლოგიკურად, მაგრამ რატომღაც აქ იწერება მხოლოდ გერმანია რუსეთის კონფლიქტზე და აქ არანაირ ნატოზე არ არის საუბარი და ნატო რუსეთის დაპირისპირებაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ხო, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა გერმანია თითქოს ეს უნდა იყოს რაღაცა უკრაინის შემდეგ მეორე ახალი უკრაინა, რომელიც აი ამ კონფლიქტს უნდა შეეწიროს და ეს აი ამ კონტექსტში იქნებოდა ძალიან საინტერესო იმის დანახვა, რომ იმის აი ამ ზელენსკის აი ამ განცხადებების დანახვა თითქოს არ ცდილობს ზელენსკი დაუშვათ აი ამ სცენარში ხო არ ზის რომ მოხდეს გაფართოება. ხო, ეს აი ამ ესკალაციით, ომის ახალი ესკალაციით და იქ სხვა ქვეყნის ჩართვით, მათ შორის ბელარუსის სახით აქ საერთოდ შინაარსი შეიცვლება აი ამ კონფლიქტის. ეს არ იქნება ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი, მხოლოდ ეს იქნება უკვე რაღაცა ორზე მეტ სახელმწიფოს შორის. ხო, და ეს ძალიან სახიფათო თამაში შეიძლება ამის შემდეგ ევროპა იქნა ჩათრეული და იმედი ამას ელემენტალურს მაინც აცნობიერებენ ევროპელი ლიდერები და თვითონ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კიდევ ერთხელ და მორჩები უცებ რაც არის ამაში და მე მგონია რაც უნდა დავინახოთ ჩვენ რომ კიდევ მე წინაზე როდესაც საუბრობდით დაუშვათ მერձზე და იქაურ ელიტებზე დაუშვათ ევროპულ ელიტებზე, ხო? მე ვთქვი რომ მათ ჭირდებათ ეს ყველაფერი იმისთვის რომ საკუთარი თავი გადაირჩინონ. შეიძლება არ არის ევროპელი ხალხის ინტერესი, გერმანელების ინტერესი, მაგრამ არის დაუშვათ მერცის ინტერესი, ხო? თავის მხრივ ალბათ ისინი ამას ასე უყურებენ, ხო, რომ დაუშვათ იმ პირობებში, როდესაც მაგალითად აი ხო ნახეთ მე აი თავდასხმებს ტრამპი როგორ გამოიხმაურა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი თურმე რუსმა გენერალმა სადღაც ჭაობებში გადაუხვია, თორე იდეაში ორ კვირას შეეძლო რუსეთს კიევის აღება, ხო? და უკრაინის დამარცხება. ეს არის ტრამპის სიტყვები, ჩემი არა, ხო? ანუ ამით და ამას წინ უძღოდა ლავროვის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ვრჩებით იმ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ, აი ძალიან საინტერესო მესიჯი იყო, რომ ის პრობლემა, ანუ ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ის ფორმულა, რომელიც ამერიკელებმა შემოგვთავაზეს, ჩვენთვის მისაღებია და ჩვენ აი ამ შეთანხმების ფარგლებში ვრჩებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპის დამოკიდებულება აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვლება, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა და ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა და ამას მოყვა მე ტრამპის ეს რეაქცია, ხო და ტრამპის ეს განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ევროპის ეს ცელობა, იმ ელიტების ეს ცელობა, რომელიც დღეს ევროპაში არიან და მართავენ გერმანიას, საფრანგეთს, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს, ხო? არის ის, რომ რაღაცნაირად ისინი ცდილობენ, რომ აი ამ თამაშის ნაწილი გახდნენ. ნატოზე საუბარი არ არის, ამიტომ ევროპა ალბათ და ის შეიარაღება, რასაც ევროპა ეწევა, ხო? ეს რატო არის საუბარი იმაზე, რომ გერმანია ემზადება რუსეთთან ომისთვის, ხო? იმიტომ რომ გამარლებული შეიარაღების პროცესი, ხო, გამარლებული შეიარაღების პროცესში არის გერმანიის სახელმწიფო, ხო? ალბათ
ალბათ ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ნატოს ყოველ შემთხვევაში ინფორმაციით ნატო რომელიც არსებობდა და იყო ქოლგა, ამერიკული ქოლგა ევროპაზე, ეს ყველაფერი მთავრდება და ალბათ ისინი უნდა მოემზადონ და ეს შეიძლება ასეც აღვიქვათ, ხო? ეხლა ძალიან არ გავადრამატულოთ, ხო? ეს შეიძლება იყოს სამზადისი იმ რეალობისთვის, ევროპის სამზადისი და გერმანიის სამზადისი იმ რეალობისთვის, როდესაც ევროპაში ნატო აღარ იქნება. კი ბატონო, მე ვფიქრობ, ჩვენი საუბარი უახლოვდა დასასრულს, დღეს რეკორდული გამოგვივიდა. თუ გეკნებოდა შენ სათქმელი მერაბ და ბოლოს დაუტოვებთ ერთ სიუჟეტს. ერთადერთი შეჯამების ხრივ მინდა შევაჯამო, აი რას თქვათ ეხლა რაზე ცოტნე მისაუბრებ, რაზე ჩვენ საუბრობ. კიდევ ერთხელ უბრუნდებით იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რაციონალური მსჯელობა გქონდეს. და ამ რაციონალური მსჯელობის ჩარჩოში და ფარგლებიდან გამომდინარე და იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც მეც მაქვს აქ და ხვდებიან და საუბრობ ხოლმე ველაპარაკებ არა მხოლოდ ჩვენ კოლეგებს ან თქვათ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა დაინტერესებული არიან პოლიტიკით, ანუ პოლიტიკით რა, თავის ქვეყნის ბედით, იმიტომ რომ ბევრი გერმანიაც საკმაოდ პატრიოტები არიან ეს ხალხი, თავისი ქვეყნის და რა თქმა უნდა აინტერესებს. თუმცა ისიც რაციონალურია, დიახ, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ზელენსკის საქციელი, ზელენსკის ნებისმიერი განცხადება, ზელენსკის რაღაცა ისეთი წარმოჩენა და მით უმეტეს მუქარა, რომ აი რუსეთს ემუქრება. ბუნებრივია ლოგიკურად გერმანელი ადამიანი ახლა როცა უყურებს გერმანელ მოქალაქეს ფიქრობს, რომ ვისი მაპატიეთ როგორ ვთქვა ჟარგონით, ვისი ერთი ადგილით ემუქრება რუსეთს ზელენსკი. ზელენსკი ყველამ კარგად იცის, რომ ანუ მას ლეგიტიმაცია არ აქვს. ის ხედავ გერმანელებმაც ნახეს ის ნიუსები, რაც მოხდა მაგალითად დააკავა თავისი გუნდის წევრები კორუფციის მიზნით. ხედავთ რომ უკრაინაში რამოდენიმე ექსპერტი, რომელიც ადრე თავგამომკვდარი უკრაინელი იყო, მაგალითად და ზელენსკის მხარეს იყო, საუბრობენ კორუფციაზე და ფაქტებია. გერმანიაში ძალიან კარგად ხედავენ და არის ინფორმაცია, რომ სადღაც იქ ვიღაცას ამოუვარდა მილიარდიანი ვილა. ანუ ხვდებიან რომ ეს ომი კი გრძელდება მიდის, მაგრამ ზირდათ უფრო მეტი ნეგატიური და ანუ კორუფციული ქმედებები ვარდება, ვიდრე რაღაცა ომის დამთავრებისკენ და ხო კარგად ხვდებით ჩვენ ვისი თავით და ვისი ენით და ვისი მაპატიეთ კიდევ ერთი ადგილით იმუქრება და საუბრობს ზელენსკი. ამიტომ რაციონალურად ხვდება ეს ხალხი, რომ თუ ჩემ ხარჯზე აკეთებ ამას, თუ გერმანიის მოქალაქის ხარჯზე აკეთებ, გერმანიის გადამხდელის ხარჯზე აკეთებ და მე ამ დროს ეკონომიურად დავნადგურდი. ეხლა ბუნებრივია რომ მსჯელობა იმისკენ რომ ზელენსკის უნდა ომი გაგრძელდეს და არა ომი მორჩეს, თუნდაც მისი გამარჯვებით. ლოგიკაში, პერსპექტივაში გამარჯვება როგორ შეიძლება გაფორმდეს? მე ვიცი ბევრი ისტორიული ომები, რომელიც არც ერთი მხარეს მაგალითად ნაპოლეონისთვის რა იყო ვატერლოუ. როგორ დამთავრდა? ვინ მოიგო ეს ომი და საერთოდ ისტორია, მაგრამ ამაზე რა სიტყვიან? ანუ ზელენსკიმ ამაზე რა უნდა თქვა სხვაზე? ანდა სახელმძღვანელოში როგორ შევა და ჩვენ დღეს საუბრობთ სახელმძღვანელოში როგორ შევა იმის ბედზე კი არა, ევროპას რაჭის. ჩვენ ქვეყნის ბედზე თქვა, ანუ ყველა მოქალაქეს თავის ქვეყნის ბედი აღელვებს და თუ გერმანელი ხედავს რომ უდიდესი წილი მისია აქ ამ ომის დამთავრების თუ გაგრძელების, ბუნებრივია პროტესტით რომელიც არის და ის კვლევა რომელიც ჩვენ ნახეთ რომ მერსის მიმართ დამოკიდებულება ნდობა დაბალია და 65% გერმანიის მოქალაქე ფიქრობს რომ კარგი არაფერი არ იქნება, ეს ის ლოგიკურია. მე მინდა დავამთავრო ასე რომ რა თქმა უნდა არც გერმანელებისთვის, არც ჩემი ქვეყნისთვის, არც ერთი სოფლიოში მშვიდობა მინდა იყოს, მაგრამ მინდა რომ რაციონალური მსჯელობის დროს ჩვენ მშვიდობაზე, მოჩვენებით მშვიდობაზე კი არ ვლაპარაკობ, რეალურად დამთავრდეს ეს ომი და რეალურად დაისვენოს ქვეყნება, იმიტომ რომ უკრაინა რუსეთს შორის კონფლიქტი უდიდესი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის, პირველ რიგში გერმანიისთვის და არანაკლებია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ როგორ ვარ დამოკიდებული ამ კონფლიქტზე ჩვენ კარგად ვიცით. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა ჩვენს უაზრ მაყურებელს, მადლობა თქვენ და რავი, ვცდილობთ რომ ყოველ შემთხვევაში ობიექტური ინფორმაცია მოგეცოდოთ და რაციონალურ მსჯელობაში შემოვიდეთ და არა ეხა უი რაღაცა გერმანელი გავხდეთ რომელიმე და აუ რაღაცა გუზებს მივიბჯინოთ ხელი. ხედავთ რა ხდება აქ, ეს ხალხი
საკმაოდ მშრომელი, კეთილსინდისიერი, გადამხდელი გერმანიის მოქალაქეებიც კარგად ხვდებიან, თუ რა მოუტანა ამ ომმა. ეხლა ზელენსკის დღეს მოუნდება ხვალ ბუნკერშია, ზეგ გამოვა, იქ მე ვიღაცას წააქეზებს. ეს ეხლა მოდით რა, გერმანელებს არ ჭირდებათ, საკმაოდ ინტელექტუალური ერია, შრომისმოყვარე ერია, ძლიერი ერია, დიდი ისტორიით და აღარ მინდა ჩამოთვალო ხა ბისმარკს რომ ეს მოასმენინა და ანახა ალბათ რავი რამდენჯერ გადაბრუნდა საფლავში კაცი რომელიც ბისმარკი არის რომელმაც რა ვიცი რავი გერმანიის თანამედროვე ისტორია დაწერა და დიდი როლი მიიღო და კაცი რომელიც სხვათა შორის ბოლოს სოფლად წავიდა სოფლში ცხოვრობდა საკმაოდ ემოციური კაცი იყო და ჩვენ აერთხელ გვისაუბრია თენგო და ჩოტნე სემლებიც მოდიოდა ხანდახან ტიროდა ხოლმე იმდენად ემოციური იყო წავიდა ბოლოს სოფლად მოკვდა და თავის ქვეყნის პატრიოტი დარჩა და ასეთი მაგალითები ბევრია და ზელენსკი ხა თავისი ქვეყნისთვის როგორ შეიძლება ასეთი იყოს ვერ წარმომიდგენია მეც მინდა რომ მშვიდობა იყოს სოფლიოში და პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას ამ ქვეყანას გერმანია და სხვა ევროპულ ქვეყნებს მიეცეთ მშვიდობა და ისევ დაუბრუნდნენ იმ განვითარების ფორმებს რომელიც ქონდა და ღირსეულია ყველა იმ ქვეყნებში. კი ბატონო, მოდი ჩვენ დავამშვიდობოთ მაყურებელს. უბრალოდ აი ამ ჩვენ გავიხსენეთ კიდეც ეს ვოლინის ტრაგედიის ისტორია, ეს საშინელი ფურცელი უკრაინელების და პოლონელების ისტორიაში. ამაზე ჩვენ გქონდა პოსტი სხვათა შორის დადებული Facebook გვერდზე და საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია მაყურებელში. და აქედან გამომდინარე გვინდა რომ აი ეს სიუჟეტი შემოგთავაზოთ, რომელიც თავისუფალ არხთან ერთად მოამზადეთ და დაგიტოვებთ ამ სიუჟეტს, რომელიც ასახავს ისტორიის აი ამ საშინელ, ალბათ ისტორიის განმავლობაში, ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეთნოწმენდის ფაქტს, რომელიც 1953 წელს მოხდა ვოლინის ერთ პატარა ტყიან ოლქში, სადაც უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩაიდინეს ისინი არიან პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, აი აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ეს იძულვილი უკრაინელებს და პოლონელებს შორის არ იყო რაღაც ერთმხრივი და ამასაც ჰქონდა თავისი საფუძველი, თავად პოლონური მხარის მხრიდან განხორციელებული არაერთი ჩაგურის გამო, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ამართლებს იმ სისასტიკეს და სიმხეცეს, რაც მაშინ ჩაიდინეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა. აი ეს ბატალიონი დააჯილდოვა, ეს ქვედანაყოფი დააჯილდოვა გმირის წოდებით ზელენსკიმ. გიტოვებთ ამ სიუჟეტს ამ საკითხთან დაკავშირებით და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ. პროდესავლური გვერდები მთავარი რადიო თავისუფლება და სხვა ინტენსიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პოლონეთმა ზელენსკის ოქროს არწივის ჯილდო ჩამოართვა. მიზეზი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაა მან ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს უპას გმირების სახელი მიანიჭა. თუმცა ისინი არაფერს წერენ, რატომ გამოიწვია ამან ვარშავას ასეთი მწვავე რეაქცია. მოისმინეთ რეალური ისტორია. 1941 წელს, როდესაც გერმანია თავს დაესხა SSRK-ს, უკრაინელმა ნაციონალისტებმა ჩათვალეს, რომ მათი დრო დადგა. ისინი აუცილებლად მიიჩნევდნენ რეგიონის სრულგაწმენდას არასასურველი ეთნიკური ელემენტებისგან, პირველ რიგში პოლონელებისგან. მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში აღმოსავლეთ ევროპის ერთ პატარა ტყიან რეგიონში, ვოლიში დღევანდელ დასავლეთ უკრაინაში გათამაშდა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ეთნიკური წმენდისა და მასობრივი მკვლელობების აქტი, რომელსაც დღეს ვოლინის ტრაგედიის სახელით ვიცნობთ. სასაკლაოს მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო უკრაინის მიამბოხე არმია უპა. 1943 წლის 11 ივლისს ისტორიაში სისხლიანი კვირა ეწოდა. უპას რაზმებმა ადგილობრივი გლეხების დახმარებით ერთდროულად მიიტანეს იერიში 150-ზე მეტ პოლონურ სოფელსა და დასახლებაზე. ვოლინის ტრაგედია გამორჩეულია იმით, რომ მკვლელობების უმეტესობა ხდებოდა არა ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის დეფიციტიც ჰქონდათ, არამედ პირველყოფილი საყოფაცხოვრებო იარაღებით, ნაჯახებით, ხერხებით, კავებით, ნამგლებითა და სარებით. ადამიანებს ცოცხლად ხერხავდნენ, ბავშვებს ღობეებზე აკრავდნენ, ორსულ ქალებს მუცლებს უფატრავდნენ, სოფლებს კი ბოლომდე სწვავდნენ, რათა პოლონური კვალი საერთოდ წაშლილიყო მიწიდან. ვოლინში და მეზობელ აღმოსავლეთ გალიციაში მიზანმიმართულ ეთნიკურ წმენდას შეეწირა 50,000-დან 100,000-მდე პოლონელი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ.